დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია დილის ლაივი და მე და ხატია შემოგია ზუსტად 2 საათის მანძილზე ვიქნებით თქვენთან ერთად. და ვიდრე გადაცემას დავიწყებთ, აქვე მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ჟურნალისტ და მედია მენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ. ვთვლი რომ იგი არის უკანონო პატიმარი და უერთდები საზოგადოების მოთხოვნას, თავისუფლება მზიას და ყველა პოლიტპატიმარს. მოგესალმებით ჩემოძვირფასებო, დილის ლაივის გუნდის სახელით, რა თქმა უნდა, უერთდები მოთხოვნას, თავისუფლება მზიას და სოლიდარობას უცხადებთ ჟურნალისტ და მედია მენეჯერ მზია ამაღლობელს და რა თქმა უნდა, ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს. ზუსტად 11 საათამდე დილის ლაივი იქნება პირველი დილის ეთერში და ამ დღის განმავლობაში თქვენ ახავთ სხვადასხვა თემატიკის რუბრიკას. გავიგებთ ამინდის პროგნოზს, მოვისმენთ თაკოსაზინას ბიოთირჩევებს, ფსიქოლოგის ძალიან საინტერესო განმარტებას, აი საკითხის მოყვანილობის და ნაკვთების მიხედვით როგორ შეიძლება იმსჯელო ადამიანის ხასიათზე და გამოიცნო პიროვნება. ასევე გეტყვით რომ გადაცემის სპორტულ ნაწილში გიორგი დარჯანიას სტუმარი იქნება ბატონი ბიძინა ბარათაშვილი და გადაცემის ბოლო ნაწილში შემოგვიერთდება ჩვენი მარიამ როინიშვილის სტუმრებთან ერთად. მოკლედ შემდგომი 2 საათის გატარება ნამდვილად ღირს დილის ლაივთან ერთად და მოდი დავიწყოთ ამინდის პროგნოზით, რომელსაც რა თქმა უნდა ანა ზაგაშვილი გაგვასწრებს, თუმცა ამინდამდე მინდა ჩემო ხატია და გამაენერგიულო. კი ბატონო, კლასიკი ტრადიციულად შენ, კლასიკურად 0 მე და ამასაც ესე გავხსნი, მოგიჭახუნებ და შევეხმიანოთ ჩვენს მე დღესაც წინასწარმეტყველებ რომ ქარიანი ამინდი იქნება დედაქალაქში. რას ფიქრობ? ნახოთ უფრო კომპეტენტურად უფრო ჩვენი ანა გისმენთ. მოგვითხრობს ანა დილამშვიდობის. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ბაჩო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მეც მინდა შემოგიერთდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ძალიან ღირსეულ კოლეგას მზია ამაღლობელს და ყველა იმ პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული რეჟიმის მიერ. გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, როგორც ყოველთვის ხატიას პროგნოზები ამართებს ხოლმე და მართლაც ქარიანი ამინდი არ მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კი ბატონო, თუმცა მანამდე გეტყვით იმასაც, რომ მეგერთობით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან კერძოდ კი რუსთაველის ძეგლი ჩანს ჩემს უკან და რატომ გერთობით აქედან. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყოველდღიურად თითქმის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემატიკის მარშები იმართება და დღეს ყველასთვის ძალიან საყვარელი და საამაყო ვეფხისტყაოსნის მოყვარულების მარში გაიმართება დღეს საღამოს 6 საათიდან და ჩემთან ერთად არის მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნესტან ბაგაური. მოგესალმებით ქალბატონო ნესტან, მადლობა რომ ხართ დილით ჩვენთან ერთად და უნდა მოვუყვეთ მაყურებლებს მარშის დეტალების შესახებ, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ, რომ როგორ გადაწყდა და საერთოდ იდეა როგორ დაიბადა, რომ ვეფხისტყაოსნის მოყვარულების მარში ჩატარებულიყო და რა არის ის მთავარი ღირებულებები, ალბათ ესეც საინტერესო იქნება, რაც ერთის მხრივ აერთიანებს როგორც ვეფხისტყაოსნის მოყვარულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე თითქმის 2 თვეა ქუჩაში დგანან. დილა გამარჯვებით თქვენს მაყურებელს. იდეა ალბათ თავისთავად ძალიან ბევრს უტრიალებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში გულსა თუ ფიქრში და მეგობრებს შორის გავუზიარეთ ერთმანეთს სხვა შორის 31-ში, როდესაც გებოდა ახალი წელი და გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი მსვლელობა და ამით ახმებით ამ დღეებში სულ იყო ვეფხისტყაოსნის ციტატები, რითი განსხვავდება დღევანდელი მსვლელობა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ რა აკავშირებს ვეფხისტყაოსანს ამ პროტესტთან. როდესაც დავფიქრდით ვეფხისტყაოსანი სწორედაც რომ ყველაზე მეტად გამოხატავს ამ აქციების როგორც ბუნებას, ასევე შინაარსს. რას გულისხმობთ? ბუნება ვეფხისტყაოსნის არის ასეთი, რაც კიდე სარკასტული და მწარე სიტყვები შეუძლია თქვას რუსთაველმა ძალიან აკადემიურად და ძალიან დახვეწილი ესთეტიკით. ასეთი ძალიან დახვეწილი ესთეტიკითა და აკადემიურობით იქნება გამორჩეული დღევანდელი დღე, თავისი ბანერით, პოსტერებით, ყველაფრით და შინაარსს რაც ეხება, შინაარსი ქმნა მართლისა სამართლისა. ჩვენ ხო ამას ვითხოვთ, დემოკრატია ეს არის კანტიკურობიდან მოყოლებული. თვითონ ფორმატი იქნება ძალიან საინტერესო, გვინდა რომ ჩართული იყოს ყველა.
ყველას ვთხოვ ძალიან რომ მოვიდნენ თავისი საყვარელი ციტატის პოსტერით. ჩვენ ვეფხის ტყაოსნით გავივლით რუსთაველს და მივალთ თავისუფლებამდე. რომელსაც დაიწყება მარში ესეც უთხრეთ მაყურებელს. 6 საათზე რუსთაველის ძეგლთან ველი და პარლამენტის წინ ჩვენ კიდევ გვექნება პერფორმანსი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერით ამას გავაცოცხლებ დიდ ტილოზე ყველა ჩვენ ციტატას დავწერთ. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ ბევრი ვეფხის ტყაოსნის მოყვარული შემოგიერთდებათ. დღეს საღამოს 6 საათზე მსვლელობა როგორც მოისმინეთ დაიწყება 6 საათზე რუსთაველის მეტროდან და გადაინაცვლებენ შემდეგ უკვე პარლამენტის მიმართულებით. მეც გამახსენდა ახლა ერთი ჩემი საყვარელი აფორიზმი ვეფხის ტყაოსნიდან რომელიც თან ამითთან არის კავშირში საწუთრო კაცსა ყოველს ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზია და ოდესმეც არის ხვით მოუხდების ტაროსი ვახსენეთ და მოდი გადავიდეთ უკვე ამინდის პროგნოზებს. დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამუშავით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნალექი არის მოსალოდნელი, მთაში კი თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქიც ყია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს. დღესით +3-+8 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5-დან 0 გრადუსამდე მოიმატებს, დღესით კი -1-4 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამუშავებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან შესაძლებელია ნალექი მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -2-დან 3 გრადუსამდე მოიმატებს, დღესით +4-9 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერი -7-დან -2 გრადუსამდე დათმება, დღესით კი 0-5 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს დავიწყოთ სოხუმით. სოხუმში დღეს 6 გრადუსი არის მოსალოდნელი და ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 6 გრადუსამდე დათმება ჰაერი, ასევე ზუგდიდში, სადაც ასევე წვიმა არის ნავარაუდები, ხოლო ფოთში ჰაერი 7 გრადუსამდე დათმება და ასევე წვიმიან ვარუც ამიც ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ქობულეთში ჰაერი დღეს 6 გრადუსამდე დათმება, ბათუმში კი 7 გრადუსი და ასევე წვიმიანი ამინდი არის ნავარაუდები. ახალციხეში მოთოვს დღეს 3 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ქუთაისში კი 5 გრადუსი და წვიმიანი ამინდი იქნება. მესტიაში ჰაერი 3 გრადუსამდე დათმება, თოვლიანი ამინდი იქნება მესტიაში, ამბროლაუშიც ასევე 3 გრადუსი და ასევე თოვლი არის ნავარაუდები. ცხინვალშიც მოთოვს, ცხინვალში დღეს 4 გრადუსი იქნება, ხოლო გორში 5 გრადუსი და ასევე თოვლს ელოდებიან სინოპტიკოსები. თელავში 8 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, თელავში მზე გამოანათებს, მზე იქნება ასევე რუსთავში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე დათმება და რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისს აქ 7 გრადუსი არის ნავარაუდები და ასევე მზიანი დღე იქნება, თუმცა საშინელი ქარია მინდა გითხრათ და ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდება. დიდი მადლობა ანა, შენ ისეთი ფარფატა ხარ და ისეთი სიფრიფანა ხარ, ცოტა ფრთხილად იყავი ამ ქარში დროზე მოდი იცოდე ტელევიზიაში გელოდებით. დიდი მადლობა. ბაჩო, თავარია მზე არის, ნახე? აი რაღაცნაირად რაც არ უნდა ზამთარი იყოს და ქარი იყოს და სიცივე როცა მზე ანუ ნათელი ამინდი არის მაინც რაღაცნაირად ადამიანი იმუხტება და მზის სხივებით იტვირთება და ესე იგი ვფიქრობ რომ ჩვენი მაყურებლის დილის გაწყობაზე უნდა ვიზრუნოთ აუცილებლად და სახალისო ვიდეოების ბლოკი უნდა შევთავაზოთ მათ და ვნახოთ კოლაჟი და ძალიან მალე დაგებრუნდებით ესეთი გახალისებული და უკეთეს ხასიათზე.
Walter. Ruckus, is he good? Is your pup look good? Huh? Yes, Dad. ნამდვილად გავხალისით, როგორი ჩაყვალელები იყვნენ ისინი და ძალიან. ინა. ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? ყველა კარგი იყო. ვერ გამოყოფდი ვერ გამოვარჩე. მე ის მომეწონა ყველაზე ძალიან წყალში რო იჭდა რაღაც აბაზანებს რო იღებდა და თათუცები რო ქონდა ესე გამოწყობილი. პუდელს, პატარა პუდელს. ეხლა დილისლაივის მაყურებლის იმ მაყურებლის დრო დგება, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს ბიუთი რჩევებს, აინტერესებს და ნახოთ თაკოსაზინამ დღეისთვის რა მაგვიმზადა და რუბრიკაში ბიუთი ლაინი. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასა ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line თაკოსაზინესთან ერთად. მე დაგიბრუნდეთ ტრადიციულად. ეხლა არის დილა, უნდა მოვიწესრიგო სახე, დავიტენიანო და მოამზადო მაკიაჟისთვის. ეს არის მაჩას ჩაი, რომელსაც კანის მოვლის პარალელურად მივირთმევ. მაჩას ჩაი არის ეხლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი, რომელიც არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის და არა მხოლოდ ორგანიზმისთვის, ასევე კანისთვისაც. და სწორედ მაჩას ჩაის შემადგენლობით არის დამზადებული პროდუქტები, რომლებსაც დღეს მე გამოვიყენებ კანის მოვლისთვის. მოკლედ, მინდა ერთი არაჩვეულებრივი ბრენდი გაგაცნოთ. ეს არის Theology-ის ბრენდი, რომელიც იყიდება PSP საფთიაკო ქსელში და აქვე აღნიშნავ, რომ PSP არის Beauty Line-ის სპონსორი და დღეს სწორედ Theology-ის პროდუქტებს გამოვიყენებ და ასევე მოგიყვებით მის ძალიან კარგ თვისებებზე. Theology არის იტალიური ბრენდი და სახელიდანაც მივხვდებით, რომ მთელი მისი ორიგინალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პროდუქტი არის დამზადებული ჩაის ექსტრაქტზე. თუმცა ეს ჩაი შეიძლება იყოს განსხვავებული. როგორც წეგან აღნიშნე, ზოგი არის მაჩას ჩაის ექსტრაქტზე დამზადებული, მათ შორის აი ეს ხელის კრემიც, ხოლო დანარჩენი პროდუქტი სხვადასხვა ჩაის ექსტრაქტზე. ჩაი არის ზოგადად ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი და სახის კრემები, ტანის კრემები ანტიოქსიდენტური მოქმედებით ძალიან კარგად აისახება ჩვენს კანზე. ზოგადად ანტიოქსიდენტური პროდუქტები ანათებს კანს, ტოქსინებს გამოდევნის ჩვენი კანიდან და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ჩემი ახალი აღმოჩენა. ეს არის Theology-ის მაჩას ექსტრაქტით დამზადებული სახის კრემი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ეფექტი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ხანი არ არის, რაც ამ პროდუქტს ვიყენებ, სულ რამდენიმე დღეა და უკვე ისეთი შეყვარებული ვარ ამ პროდუქტზე, რომ აუცილებლად ალბათ მეორე შეფუთვასაც შევიძენ. ძალიან არბილებს კანს და ძალიან კარგად ამზადებს მაკიაჟისთვის, აი ტონალურის ბაზად არის იდეალური. მოდით ახლა გავხსნათ ეს კრემი და წავისვათ და ასევე მინდა გაჩვენოთ მისი შეფერილობაც, ძალიან საინტერესო შეფერილობა აქვს. ნახეთ, როგორი საკმაოდ ინტენსიური მწვანეა. როგორც ჩემი მაჩას ჩაი. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც კი წავისვამ კანზე, ესეთი ფერი არ დაჯდება და მაქსიმალურად გაყიავდება და კანი თავის ფერზე იქნება. მოდით ახლა წავისვათ ეს კრემი და დავიტენიანოთ, როგორც გითხარით. არაფერი არ მისვია, მხოლოდ დაბანილი მაქვს სახე და ახლა ვიწყებ კანის მომზადებას. აი ნახეთ როგორი მწვანეა. თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, მეც შემეშინდა, მეგონა რომ ესე მწვანედ დარჩებოდა კანზე, თუმცა ნახეთ
მომენტალურად უფერულდება და კანი არის კანის ფერი. როგორც კი წავისი, კანი ისე დამირბილდა, მე ზოგადად მაქვს ძალიან მშრალი კანი და ჭირდება ხოლმე საკმაოდ ინტენსიური დამატენიანებლები. სახე უკვე დავიტენიანე და გადავიდეთ თვალზე. თვალზეც გამოვიყენებ ასევე Theology-ის მაჩას თვალის კრემს, რომელიც შეიცავს C-ვიტამინს, როგორც ისიც C-ვიტამინი ძალიან კარგია თვალის კანის ამოსანათებლად და ხშირად ახასიათებთ ხოლმე თვალის უპეების სიშავე ქალებს, ამიტომ გირჩევთ ეს კრემი შეიძინოთ. აი, სულ ცოტა, სრულიად საკმარისია. ორი წვეთი თვალის უპეებზე და შემდეგ კარგად შევიზილოთ წრიული მოძრაობით და პატარა მასაჟით ჩავიტაროთ თვალის ირგვლივ. ასევე უწყობს ხელს შეშუპების ჩაცხრობას, რაც ასევე ძალიან ხშირია ხოლმე დილით გაღვიძების შემდეგ. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე, რომელიც არის ტანის კრემი და იმდენად კარგი შემადგენლობა აქვს, აი სანამ წავისვამთ, მანამდე მივხვდებით, რომ არის არაჩვეულებრივი კრემი. ეს არის ტანის კრემი, რომელიც არის ინტენსიური დამატენიანებელი ტანისთვის და აქვს ჟასმინის ჩაის ექსტრაქტი, ასევე შეიცავს მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ასევე ჰიალურონის მჟავას და შის კარაქს. და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ინტენსიური დამატენიანებელია. აქვს საკმაოდ სქელი და მსუყე კონსისტენცია, აი როგორიც მე მიყვარს, ვისაც მშრალი კანი გაქვთ, განსაკუთრებით მოგეწონებათ და აქვს არაჩვეულებრივი სურნელი. აი იმდენად კარგი და იმდენად მსუბუქი და იმდენად გრილი სურნელი აქვს, მგონია რომ წინ მაქვს ჟასმინის ჩაი. ეხლა დავიტანოთ ეს ტანზე. ფიქრობ ამ კრემის წასმის შემდეგ სუნამო აღარ არის საჭირო, იმდენად გამყოლი და ნაზი სურნელი აქვს. ზოგადად ძალიან დიდი ასორტიმენტი აქვს Theology-ის ბრენდს. ეხლა აქ მაქვს ორი ხელის კრემი, სხვათა შორის აი კონკრეტულად ეს ხელის კრემი ყოველთვის მაქვს ხოლმე ჩანთაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ატენიანებს ხელს და ზამთარში ყოველთვის ტუჩები და ხელები მაქვს გამომშრალი და ხელის კრემის გარეშე არსად არ მივდივარ. ძალიან სქელი კონსისტენცია აქვს ამ კრემსაც. კონკრეტულად ეს ხელის კრემი თეთრი ჩაის ექსტრაქტით არის დამზადებული, ასევე ესეც შეიცავს შის კარაქს, ძალიან არბილებს, ატენიანებს და ასევე აღადგენს კანს. ანუ თუ უკვე გაქვთ გამომშრალი დამსკდარი ხელები, ძალიან მალე აღგიდგებათ კანი და გექნებათ გლუვი და დატენიანებული. ყველაზე მეტად ამ კრემში მომწონს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ინტენსიური და ასევე სხვათა შორის ტანის კრემშიც, მიუხედავად იმისა, რომ არის ინტენსიური, არ აქვს ცხიმიანი ტექსტურა და ძალიან მარტივად შეიწოვება კანში. ზოგს მაგალითად არ მოწონს ცხიმიანი ტექსტურა, იმიტომ რომ ასეთი კრემები ცოტა არაკომფორტულია. ეს კრემი ძალიან მარტივად შეიწოვება და არის ძალიან კომფორტული. ბოლოს კი წავისვამ ტუჩის ბალმს, რომ ტუჩებიც კარგად დავიტენიანო. რა თქმა უნდა, Theology-ის ტუჩის ბალმს ვიყენებ და ამით უკვე მზად ვიქნები მაკიაჟის გასაკეთებლად. ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად მოამზადოთ კანი მაკიაჟამდე, რომ შემდეგ ჩვენი მაკიაჟიც ლამაზად დაჯდეს. სხვათა შორის Theology-ის მხოლოდ კანის მოვლის პროდუქტები არ აქვს, ასევე აქვს მაკიაჟის პროდუქტებით, მაგალითად ეს ტუში. დღეს ამას არ წავისვამ, იმიტომ რომ მხოლოდ კანი მოვამზადე თქვენთან ერთად მაკიაჟისთვის. მაგრამ მინდა გაჩვენოთ თუ რამდენად კარგი ფუნჯი აქვს, ძალიან კარგად პრეხს წამწამებს და თავისი შემადგენლობით, ჩაის ექსტრაქტის შემადგენლობით, არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს აქცევს ყურადღებას, არამედ ძალიან კარგად კვებავს წამწამებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის საფთიაქი. დიდი მადლობა თაკოს, ხოთ შორის Theology-ის ხელის საცხი მაქვს და ძალიან მომწონს ჩემო ბაჩო. ძალიან უხდება ზამთარს და ძალიან ალამაზი ნაძვის ხე ქონდა რა თაკოს, როგორ მომეწონა? აიღებს ალბათ დღეს. დღეს ყველანი ავიღებთ ნაძვის ხეებს.
ძალიან საინტერესო თემაზე მინდა საუბარი გავაგრძელო, ესე იგი ფსიქოლოგების აზრით ადამიანის ფსიქოპორტრეტის შექმნისთვის მნიშვნელოვანია მისი სახის ნაკვთები. ალბათ ბევრისთვის უცნაურია მის გაგება, რომ ახლად გაცნობილი ან დიდი ხნის ნაცნობი ადამიანის ხასიათის მთავარი შტრიხების გაგება შესაძლებელია მისი ცხვირის ფორმის, თვალის მოყვანილობის თუ ტუჩის ფორმის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და უფრო მეტს ამ მახასიათებლებზე ჩვენი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე მოგვიყვება. ირმა, დილამშვიდობის, მოგესალმებით და რა კავშირი აქვს ადამიანის სახის მოყვანილობას მის ხასიათთან? მე მაგალითად ასეთი რამ არ მსმენია და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და მის მახასიათებლებზე კიდევ უფრო მეტად გავინტერესდებოდი. ისეთი ლამაზი ხარ, რომ არ ვიცი, შენი მახასიათებლებით ალბათ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი უნდა დავინახოთ. ადამიანის მადლობა კომპლიმენტისთვის. სხვათა შორის ბებია შემოიცოდა ამის თქმა, რომ აი შენ რო დაგინახავს ადამიანი უკვე მორჩებაო. რაღაცა მისთვის დიდი და მოსული ადამიანი იყო რაღაცა ესეთი კეთილდღეობის ზუსტად და კეთილდღეობის და რაღაცა ამის დასტური და თუ ადამიანი ბოდიში ხატია, მაგრამ პატარა და ესე კოხტა და კოპწია იყო, მისთვის რაღაცნაირად არ იქნებოდა. ესე იგი ვერ მოვიდოდი თვალში ბებიას. არა, შენ რო გაეცანი მის შეხედულებას შეცვლი და აუცილებლად, მაგრამ აი მისთვის ესეთი დიდი ადამიანი იყო რაღაცა დასტური მისი რაღაცა შინაგანი სიდინჯის და ხო არისტოკრატიის. იმ ხალხს შენ იცი ეგ გელაპარაკე კიდევაც. მე ვესწრებოდი როგორი დღე ტრეინინგს ფიზიოგნომიკა და ეს იგივეა ზუსტად. კი ბატონო, ზუსტად იგივეა და შესაბამისად არის მიმდინარეობა, რომელსაც ფსევდომეცნიერებას უწოდებენ, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი ამპირიული ხო, ახალი მიმართულება, თუმცა ამაზე საუბრები ჩვენ რაღაცა ძველ რომაულ ნაწარმოებებში გვხვდება, შეიძლება აღმოსავლეთ ესეთი სწავლებებშიც არის, რომ ადამიანის სახის განწყობა ბევრ მის მახასიათებელზე მეტყველებს და ჩვენ ენაშიც ბევრი ფრაზაა, გამოვიტანე რამოდენიმე ფრაზა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, მაგალითად კოპები აქვს შეკრული, ყურებამდე იცინი, ცხვირი ჩამოწეული აქვს, ხო. აი, სხვადასხვა ფრაზა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ადამიანის ესეთი ხასიათის ნიშან-თვისებას, ხო? აი, შუბლის ზარღვი აქვს გაწყვეტილი არის ძალიან ესეთი. ეხლა ძალიან აქტუალურია სხვათა შორის. კი, ხო, შუბლის ზარღვი, ანუ იმიტომ შუბლი ითვლება ჩვენი რაციონალური ესეთი ჩვენი რაციონალურობის დასტურად და ბაჭო, შენ ყველაზე მეტად რა მოხვდა ამ ბოლო პერიოდში რომელი ფრაზა? შუბლის ზარღვი აქვს გაწყვეტილი. ყველაზე აქტუალური კი ბატონო. ფრაზა. თუმცა შენ შეგიძლია ცხვირი მაღლა ასწიო და არ ჩამოუშვა ცხვირი ამ ყველაფერთან მიმართებაში, ხო? და მალე თვალებიც აგვიციმციმდება. იმედია, ამის იმედს ვიტოვებ. კუდი ყავარზე აქვს გადებული ეგრეთი რამე არის? ეგ ნუ კუდი არ გვაქვს ფიზიოგნომიკის მიყვარს ეგ ფრაზა. თუმცა, ნუ ეს იმის მახასიათებელია, რომ ჩვენი ვიზუალური მხარე ხშირ შემთხვევაში მეტყველებს ჩვენ პიროვნულ მახასიათებელს და თუ ჩვენ ზღაპრებს დავესესხებით, ზღაპარში პირდაპირ არის ადამიანის დახასიათება, რაც უფრო ბოროტი უნდათ რომ იყოს, მით უფრო მისი სახის ასიმეტრიულობაზეა საუბარი, რაც უფრო კეთილი და დადებითი ფიგურის გამოყვანას ცდილობენ, იმ შემთხვევაში მის ჰარმონიულობაზეა საუბარი. ფიზიოგნომიკა გამოყოფს რამოდენიმე მახასიათებელს, რასაც აქცევს ყურადღებას, თვითონ სახის მოყვანილობასაც რამოდენიმე მხარეთ ყოფს, მაგალითად შუბლის გამოკვეთილი შუბლი არის რაციონალურობას მიუთითებს, რომ ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს, გამოკვეთილი თვალების ზონა არის, რომ ის ადამიანი ძალიან ემოციურია და გამოკვეთილი ესეთი ქვედაღობა, ვიზუალი არის, რომ ადამიანი ძალიან ესეთი სხეულებრივად ძლიერია. რაც შეეხება თითოეულ მახასიათებას გავყვეთ ახლა და სახის ფორმაზე ვისაუბროთ. სახის ფორმა ხშირად ჩვენ შეგვიძლია 4 ძირითად სახის ფორმას გამოყოფს ფიზიოგნომიკის მიმდევრები, ეს არის ოვალური სახის ფორმა, არის რომ ოთხკუთხედი, ახლა რაც ჩვენ თქვი რომ ვიზუალი თუ ძალიან მკვეთრად არის გამოხატული, ამ დროს ადამიანს აქვს ესეთი ცოტა ოთხკუთხედი სახის ფორმა, არის გულის ფორმის სახე, ან რომელიც ცოტა ესეთი შუბლი აქვს რაღაცნაირად გულის ფორმის და არის მრგვალი პირის სახით, სხვათა შორის ქართულ ლიტერატურაში და კულტურაში მრგვალი პირის სახე ძალიან ესეთ წახალისებლად ითვლება, რომ აი ტიპაჟი, ანუ
ხო, მრგვალი პირის სახის ადამიანი, ანუ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება პირდაპირ ესეთი დეფინიცია, რომ ადამიანს იმ მრგვალი პირის სახეს როგორც დადებითი პერსონაჟის აღნიშნული ესეთი სიტყვა. თითოეულ მათგანს რომ გავყოთ რამოდენიმე ფოტო მოვიძიე ხარ ჩვენ ვიზუალურად შევძლოთ მათი დახასიათება და აი პირველი რომელიც არის ოვალური სახის ფორმის ადამიანები ამ ოვალური სახის ფორმის ადამიანებს აქვთ კარგი ინტუიცია პირველ რიგში არიან კარგი დიპლომატები და კომუნიკაბელური ადამიანები არიან და ხშირ შემთხვევაში ითვლება რომ ისინი არიან გრძნობებზე ორიენტირებული ანუ ესეთი ადამიანები შემდეგი სლაიდი შეგვიძლია რომ ნახოთ ესეთი ადამიანები არიან ძალიან კარგები კომუნიკაციის უნარში. ანუ ოვალური სახის ფორმა ვისაც აი ჩვენ ოვალური სახის ფორმა გვაქვს ორივე ეს? შენ უფრო გამოხატულად გაქვს ოვალური სახის ფორმა და მეც და ბაჩოსაც დაახლოებით ეხა ბოლოს რომ ანუ მე პირველი თქვენ მეოთხე ეს გინდათ რომ თქვათ კომუნიკაციაზე ორიენტირებული. კი, ოვალური სახის ფორმა დაახლოებით აი ესე გამოიყურება. ძალიან სხვათა შორის არ გვეგონოს რომ ესე მარტივად ჩანს ხოლმე რაღაცა და ეს სახის ფორმა არის ესეთი. დღესდღეობით ეხა განსაკუთრებით მაკიაჟი თუ არის და იქ კონტურინგი როგორც ეხა საზინამ გვასწავლის ხო ამ ფორმის ცვლილებას, მაგრამ აი თვითონ ტენდენციებით ეხა რომ დავაკვირდეთ მაკიაჟის ტენდენციების გარდამავალია იმის მიხედვით თუ რა არის პრიორიტეტი იმ კონკრეტულ ეპოქაში. დღეს ეხა ყრიმალების გამოყოფა არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ ყრიმალები ერთგვარი ეშხს მატებს ადამიანს. ხო, რაც შეეხება სახის მახასიათებლებს ჩვენ შეგვიძლია ერთიანობაში ვთქვათ მაგალითად აი სახე უნდა დავაკვირდეთ თვალის ფორმას, უნდა დავაკვირდეთ ტუჩს. შემდეგი სახის ფორმის ესე ვთქვათ რომელიც შეგვიძლია ხო მეორე ტიპი რომელიც შეიძლება რომ და ესე ვთქვათ დავახასიათოთ ეს არის სახის ფორმა რომელსაც კვადრატული სახის ფორმა აქვს აი რაც ჩვენ თქვით ეს ძლიერი კი ძლიერი ყბები კვადრატული სახის ფორმის მქონე ადამიანები არიან უფრო ესე ვთქვით ძალისმიერ ანუ ძალაუფლებას ფლობენ კარგად გადაწყვეტილების უნარს აქვთ სწრაფად იღებენ მოკლედ გადაწყვეტილებას აქვთ საკმაოდ ესეთი თავდაჯერებული გამოხატულება მითვლება რომ ეს ყბის ძვლები არის ერთ-ერთი ესე ჩვენი ძალაუფლების მახასიათებელი, რომელიც გამოხატული, ფოტოშოპში დიდი ბიზნესის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ აი ეს მხარე, ესეთი შესამჩნევად წინ წამოწეული და ითვლება, რომ ძალიან კარგად განვითარებული ნებისყოფა აქვთ ესეთ ადამიანებს და არ არიან იმპულსურები. მაგალითად, თუ ჩვენ ეს მოგრძო პირის სახის ადამიანებს წინა მახასიათებელი ვთქვით, რომ არიან კომუნიკაბელურები, ეს ადამიანები არიან საკმაოდ თავშეკავებულები, საკმაოდ ესეთი ინტროვერტები, იმ გაგებით, რომ საკუთარ იმპულსებს კარგად იცნობენ, საკუთარ სურვილებს კარგად იცნობენ და თუ რაღაცას გადაწყვეტენ, ეს გადაწყვეტილება რაღაცა წყალი არ გაუვა. აგერ ჩემ ანჯელინა მიიღო გადაწყვეტილება დაშორდა პრემიას. კი. თქვა და შეასრულა. ხო. ანუ აი ზუსტად აი მისი ესე ვთქვათ ძალაუფლების დემონსტრირება, ეს გამოხატული მყარი გადაწყვეტილება და პირდაპირ ადამიანს რომ ვუყურებთ, იგრძნობა მისი სიმყარე, როდესაც აი ესეთი გამოხატული ქვედა ოთხკუთხედი ფორმის პირის სახე აქვს. რაც შეეხება შემდეგ ეს არის გულის ფორმის პირის სახე, გულის ფორმის დროს ამ შემთხვევაში არიან საკმაოდ ჯიუტები, თუმცა მათი სიჯიუტის მიუხედავად აქვს პასუხისმგებლობის მაღალი განცდა და არიან ძალიან გრძნობიარეები. ხო, ძალიან გრძნობიარე, ესეთი ცოტა სათუთები, ოღონდ აი ესე ფსიქოლოგიური მახასიათებლით რო ვთქვა, ცოტა ინფანტილიზმში გადასული სიჯიუტე. ანუ უნდათ თუ მაგალითად ოთხკუთხედი პირის სახით მქონე საკმაოდ რაციონალურები არიან, ამათი სიჯიუტე ხშირ შემთხვევაში მათი მხოლოდ შინაგანი სურვილით არის განპირობებული, იმიტომ რომ ესე უნდათ და მორჩათ. აი ნახე, თუ ცოტა ბავშვები, დიდი ბავშვები. ცოტა აი თუ ჩვენ მივყვებით მაგალითად თუ ნებელობა არის გამოხატული ოთხკუთხედი პირის სახით, აქ პირიქით ეს ნებელობა და თავდაჯერებულობა პირიქით ნაკლებია, ხო? მაგრამ არის სიჯიუტე და იმპულსურობა და რაღაც სურვილი, დიდი არის შემოქმედებითობა და აი სწორედ ის ბავშვი. ანუ რაიანი ჯიუტია? კი, ჯიუტია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მისი თვალების გამომეტყველება, ხა თვალებსაც რო გადავალ და არ
გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ჯიუტია, მაგრამ ჯიუტი კენი. ხო, ესეთი სახის ფორმით კი, ანუ ითვლება, რომ ესეთი ადამიანები, ოღონდ ეს სიჯიუტე არ არის მიზანთან მიმართებაში, სიჯიუტე უფრო მეტად ეგოიზმით არის განპირობებული, რომ ასე მინდა და მორჩა. მე ესე გადავწყვეტე და მორჩა. ეს და ბოლო რაც შეეხება ესეთი მრგვალ პირის სახეს, რომელიც თქვენზე რო იყო საუბარი. შეიძლება ეხლა თბილზე და მეგობრზე და გულღიაზე. ხო, ნახე ეს არის რა ჩვენ მე პირადად ვასოცირებ საკუთარ თავს, მაგრამ სხვა ადამიანისთვის შეიძლება სხვა მახასიათებლები დაინახოს ჩემში, თუმცა როდესაც ეს ფიზიოლოგიურად ესეთი მრგვალი არის სახე, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ სოციუმზე ორიენტირებულ ადამიანზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში სოციუმში კეთილგანწყობის მოპოვებაზე და სოციუმისგან დადებით შეფასებაზე არის უფრო დამოკიდებული, ვიდრე საკუთარი რაღაცა მტკიცენება აქვს. ესენი არიან ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები, შენ ალბათ მერწყულის მახასიათებლებსაც გავს ღაერის ნიშნები, სხვათა შორის. ხო, თბილები, მეგობრულები და გულღიები არიან. თუმცა ითვლება, რომ ესეთი პირის სახის ადამიანი თავისი მეამიტობით ხშირად არიან რაღაცა გულის ტკივილის ობიექტები, იმიტომ რომ თავდაცვა ნაკლებად ეხერხებათ, რადგან სხვისთვის ესეთი ზიანის მიყენების სურვილი ნაკლებად აქვთ და საკუთარ საზღვარს ძალიან რთულად იცავენ. ხშირ შემთხვევაში არ მგონია რომ ჯენიფერ ლოურენს რამე დასაცავი კონდეს ისეთია. ხო, ნუ ეხლა ჩვენ საუბრობთ მახასიათებლებზე, მაგრამ ეხლა ისტორიიდან გამომდინარე, ხო, შეიძლება პირიქით კონდეს განვითარებული ეს უნარი და არათქმის უნარი, თუმცა მეტად მიდრეკილი არიან უფრო სოციუმში კეთილგანწყობის მოპოვებაზე. ეს რაც შეეხება სახის ოვალს, პირველი მოკლედ ამ ხო, პირველი სახის ფორმა მოდის ჩვენს აღქმაში და შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია თითოეულ მახასიათებელზე დეტალურად გავიაროთ. ანუ თვალი ტუჩი კი ბატონო, ყური და ცხვირის განლაგება. ხო, ანუ არ ვიფიქროთ ისე, რომ ცალსახად შეგვიძლია რაღაცა ადამიანის დიაგნოსტირება მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენ გამოცდილებას გავიხსენებთ, ან ადამიანზე, ხო, გვექნება პირველი შთაბეჭდილება, ხო, აი როგორი ადამიანია, ან ჩვენი არაცნობიერი ამ ასე ვთქვათ მახასიათებლებს კითხულობს და შესაბამისად რაც უფრო სიმეტრიულია ადამიანის პირის სახე, მით უფრო სანდო მესიჯი მოდის მისგან, ანუ მით უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ჩვენი არაცნობიერი ამ ადამიანთან თავს. იმიტომ რაც უფრო ასიმეტრიულია ჩვენ იგივე ზღაპრებიდან გამომდინარე, ამ ასიმეტრიის მიმართ ცოტა მეტ უნდობლობის ჩამოყალიბებას გვასწავლის. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ირმა, მაშინ ჩაგეკითხები, ნახე, ჩვენ ახლა გავიარეთ 4 ტიპის სახის ფორმა, ხო? როგორი შეიძლება იყოს და მე რამდენადაც ვიცი, HR-ებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც კადრის აყვანაზე მიდგება საკითხი სამსახურში. მაგრამ აი ვთქვათ, მე მქონდა ფიზიოლოგიურად სხვა სახის ფორმა სიტყვაზე, მაგრამ გავიკეთე ბიშექტომია, გავიკეთე დისპორტი, ბოტოქსი, ყველაფერი და სრულიად შევცვალე სახის ფორმა, ფილერით ან ასე შემდეგ. აი მაშინ რა ხდება, როდესაც შენს ბიოლოგიურ სახის ფორმას ესთეტიკური მედიცინის საშუალებით სრულიად იცვლი. აი მაშინ ხდება ამ ადამიანების ამოცნობა, თუ იბნევა უკვე. ნახე, ძირითადად ახლა ჩვენ თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ვიცით ფიზიოგნომიკის სპეციალისტი ვართ, ამ შემთხვევაში ცვლილება ძალიან მარტივად შესამჩნევია. მარტივად შესამჩნევია კი. და არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ერთი მახასიათებლის, მაგალითად ყვრიმალებით, ან ლოყაზე ნაოჭით, ან რაღაც ცხვირის ფორმა ხშირ შემთხვევაში უკვე შეცვლილი გვაქვს, ხო, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს. თუმცა, როდესაც კომპლექსურია, მაგალითად, აი, თუნდაც თვალის როგორ გვაქვს ეს თვალები, ახლოს მდებარე თვალს ვერაფერს ვერ ვუშვებით, ხო? ვიცი ყურების განლაგება, ცხვირის ტუჩების, თხელი ტუჩი გვაქვს თუ სქელი, თუ ეს ხელოვნურად არის გადიდებული, კი, მაინც ჩანს. თუმცა, ნახე, ფიზიოლოგიური მახასიათებელს ხელოვნური ცვლილება მაინც ვერ ცვლის და ის ადამიანი შეიძლება პროფესიონალი მაინც იმ მახასიათებელს ხვდება. შესაბამისად, ეს ძალიან ისეთი კომპლექსური საკითხია, რომელიც შეიძლება გავშალოთ და შემდეგი ეთერისთვის აუცილებლად გავაგრძელებთ ეს თემა, ვისაუბრებთ უფრო მეტ მახასიათებელზე, თუმცა ახლა პირის ფორმა შეგვიძლია
ვთქვათ დღეს და როგორი არის ადამიანის პირი, ხო, რაც უფრო ფართო პირის ჭრილი აქვს, ითვლება რომ ეს ადამიანი მეტად უფრო ესეთი ენერგიულია, მეტად ითვლება რომ ცხოვრებას დიდი ლუკმებით ჭამს და გემოს უგებს, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ანჯელინა ჯოლის, დიდი ჯულია რობერტსი. ხო, ანჯელინა არა, ჯულია რობერტს ბოდიში მე მსახიობებში ცოტა. არა, ანჯელინაც. ანჯელინას სქელი ტუჩი და აქვს. მღიმილზე. ანჯელინას სქელი ტუჩი აქვს და მე ვსაუბრობ ახლა აი დიდი პირზე და რაც უფრო ესეთი პატარა პირის ჭრილი აქვს, ითვლება რომ ესეთი ადამიანები თავშეკავებულები არიან, უფრო ნაკლებს საუბრობენ, ნაკლებს აზიარებენ, თუ დიდი პირის მქონე ადამიანი ბევრად უფრო გამცემია და მიმღები, ესე რაღაცა ცხოვრების მახასიათებლებით, ხო? უფრო პატარა პირის მქონე ადამიანები ნაკლებად სოციალურები არიან, ნაკლებად თავდაჯერებულები არიან და ესეთი ცდილობენ ზედმეტი არაფერი არ თქვან და ყველაფერი უფრო შიგნით იტოვებენ, ვიდრე ესეთი გულღია, როგორც მაგალითად ჯულია რობერტსი არ არიან, ხო? იმიტომ ქარიზმატული უფრო ესეთი დიდი პირის სახით მქონე, უფრო ალალი მახასიათებელია. ასევე განსხვავდება თვითონ ტუჩის ფორმა. ეხლა ჩვენ თუ პირზე ვსაუბრობ, ტუჩის ფორმა არის თხელი, თუ სქელი ტუჩის მქონე ადამიანები უფრო ესეთი პერფექციონისტული მიდრეკილების არიან, უფრო ცივი ადამიანის დაბეჭდილებას ტოვებს, იქიდან გამომდინარე უფრო რაციონალური გადაწყვეტილებებს იღებენ, დისციპლინის მაღალი მახასიათებელი აქვს და რაც საპირისპიროა სქელი ტუჩის მქონე, იგივე ჯულია რობერტს ესეთი ტუჩის ფორმა აქვს, ითვლება რომ გრძნობიარე და ემოციური და ესეთი უფრო ვნებიანი ადამიანები არიან, ვიდრე რაციონალური და სტრუქტურული, როგორც თხელი. ანუ შენამბობ რომ კირანა აიტლიზე უკეთესი ხასიათის რიანა აღმოჩნდა. იცი როგორ კარგია და ცუდიას გაზომილებაში არ საზღვრავთ, უბრალოდ მახასიათებელია. თუ ჩვენ ახლა ესეთი შეიძლება ჩვენთვის ახლა სიკარგე იყოს დისციპლინა, რაციონალურობა, მოწესრიგებულობა, პერფექციონიზმი და აბსოლუტურად არ იყოს რაღაცა კონკრეტულ თემაში, ახლა მაგალითად იურისტის პროფესიით და პროფესიული რაღაცა მიდრეკილება თუ ადამიანს უნდა ქონდეს ყველაფერი გაწერილი და ის არის ესეთი გულღია, ალალი და ყველაფრის მთქმელი, მისი პროფესიული რაღაცა ხარვეზები ექნება, ხო? რაღაცა არ ექნება მთლად კარგად საქმე. თუ მაშინ, როდესაც თუ ეს ადამიანი დისციპლინებული, რაღაცა თავშეკავებული და ესეთი არის, უფრო პროფესიაში, უფრო ესე ვთქვათ, და წაეხმარება მისი ეს მახასიათებლები. შესაბამისად, ამასაც ვაქცევთ ესე ვთქვათ ყურადღებას, როგორია თანდაყოლილი მისი მახასიათებელი. ასე რომ გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სწორედ გენეტიკასთან ერთად არის მე მოწინააღმდეგები ამ მიმდინარეობის, რომ აი ხო გენეტიკურად ჩვენ მახასიათებლებიც გადმოგვდის, ის ცევითი მახასიათებელი, რომელიც ესე ვთქვათ გვაქვს თან. რაც შეეხება თვალებს, ესეთი თვალების სული სარკეაო, რაც უფრო დიდი და ფართოდ გაღებული თვალებია, მით უფრო ეს ადამიანი ინტერესით უყურებს სამყაროს და არის გრძნობიარე, სათუთი და ცნობის მოყვარე. ხო, აი ბავშვობაში მაგალითად ეს რაღაცა გაფართოებული თვალებით სამყაროსთვის ყურება არის სამყაროს შეცნობის, ესე ვთქვათ, პირდაპირ მაგალითი, ხო, დიდი თვალებით რო უყურებენ, ეს რჩება ხოლმე ადამიანებს ეს გამომეტყველება ცნობის მოყვარე და ინტერესით სამყაროს საქმე და არის პირიქით ესეთი ჩამჯდარი თვალები, რომელიც უფრო ფოკუსირებულები არიან რაღაცა კონკრეტულზე, უფრო დისციპლინებულები არიან და ესეთი თვალების ჩამჯდარი თვალების მქონე ადამიანები ბევრად უფრო ინტროვერტები არიან. ეხლა ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ ფსიქოლოგიური მახასიათებლები, მაგრამ ამ ორ გამომეტყველებას როგორც კი შევხედავთ, ჩვენი ფანტაზიით შეგვიძლია ვივარაუდოთ და ეს ვარაუდი აბსოლუტურად სწორი იქნება, იმიტომ რომ ჩვენმა არაცნობიერმა ყველაფერი იცის. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება რაღაცა გარეგანად მიღებული ინფორმაცია, ჩვენმა გარეგანმა ინფორმაციამ შეიძლება უბრალოდ დაადასტუროს ეს შინაგანი. და ცისფერი თვალები რომ მოუტანია მაგალითად თვითონ რომ ცისფერი აქვს შენც ცისფერი გაქვს. მანახეთ ეს ყავისფერი თვალებით ადამიანი. ხატია დღეს რაღაცა ესე სამაგიეროდ შენ ხარ განსაკუთრებული და განსხვავებული ინდივიდუალი თვალები მოუყვანიათ. ეს რაც შეეხება თვალებს და თვალების ძალიან ბევრი ფორმა და შის ფორმა იქნება თუ ასე შემდეგ და ბოლო მახასიათებელი ცხვირი, რომელიც ესეთი ყველაზე მეტად ცვლადია ახლა ჩვენ რეალობაში, ითვლება რომ რაც უფრო ესეთი
უცნაური ფორმის ცხვირი აქვს ადამიანს, მით უფრო შემოქმედებითია და ამას ჩვენ ნათლად ხედავთ ალმადოვარის ფილმებში. რაც უფრო ესეთი საინტერესო ცხვირის ფორმაა, იქნება ეს კეხი, გრძელი თუ ასე შემდეგ, აი ცხვირთან ერთად ადამიანის შემოქმედებითი მახასიათებელი აქვს, აი თავისი რაღაცა განსაკუთრებით შედეგის შემოქმედების ენერგია აქვს. ხოლო რაც შეეხება ესეთი ძალიან წვრილ და მაღლა აწეულ ცხვირს, ითვლება რომ ეს არის დიდი დოზით ეგოიზმი ადამიანში, რომელიც არის ესეთი ცოტა თავის მაღლა აწევის. ანუ ნიკოლ კიდმანი ეგოისტია? არც უმაგისობა არის, ხო? ხო. ცხვირის ფორმა ძალიან ესეთი სხვადასხვა შინაარსით არის, მაგალითად, რაც უფრო წვეტიანი და გრძელი ცხვირია, ითვლება, რომ ესეთი ადამიანი უფრო ესეთი ხისტი და საკუთარ თავზე ორიენტირებულია, ხო, ცოტა არწივის ცხვირს რო ეძახიან, ძალიან მტკიცე ხასიათის. ხო, მტკიცე ხასიათის ადამიანია და ხშირად არიან უხეშები. და ითვლება, რომ ცხვირი არის არაცნობიერის გადმონაში, არაცნობიერის, ესე ვთქვათ, ოფისი ჩვენ სხეულზე და თუ ჩვენ ცხვირის რაღაცა ინსტინქტებთან, ცხვირი ხშირად არის ინსტინქტებთან და მგრძნობელობასთან კავშირში, ამიტომ ხშირად ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ცხვირის მდებარეობით განსაზღვროთ, აი ხო, აი მაგალითად ქართულში როგორც დავიწყოთ, ცხვირი აქვს ჩამოშვებული, რაღაცა ცხვრის საქმეში ცხვირს ყობს, ხო, ეს არის რომ აი ჩემი ბზუებ, ხო? როგორ? აბზუებული აბზუებული კი. კი, მოკლედ ეს ცხვირი განსაცალკე. კარგი, მაშინ იგივე კითხვას დაგებრუნებო. ყველაზე ხშირად რინოპლასტიკა ტარდება, ხო? საქართველოში ნომერ პირველად გლაზა პლასტიკურ ქირურგიაში ცხვირის. აი მაშინ როგორ ხვდებით, როცა უკვე ჩამოთვლილი ცხვირი არის? აი ამ შემთხვევაში როგორ გაიგებთ? ხო, ნახე, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც თქვი დამხმარეთ მოდის სხვა მახასიათებლები და თუ რაღაცა შაბლონური სტანდარტული ცხვირი აქვს ადამიანს, შეიძლება იგივე ტუჩების, თვალების, ზოგადი სახის ფორმის, ხო, როგორც ვამბობ, ეს არ არის რაღაცა ერთადერთი. სხვა ნახვთები გეხმარება სხვა ნახვთები გეხმარება საერთო სურათის აღდგენაში და ეს არ არის ერთადერთი ესეთი უნიკალური პანაცეა, რომ აი რაღაცა ცხვირი ესეთი აქვს, ესე იგი ესეთი არის ადამიანი. თუმცა როცა ვიცით, თქვათ, მახასიათებელი გეხმარება. და რაც შეეხება ის, რომ თქვა ცვლილებას ყველაზე მეტად ჩვენი ცხვირი განიცდის, ესეც არის ალბათ კულტურული მახასიათებელი და საზოგადოების გავლენა, რომ რაღაცა სტანდარტში მოექცეს ადამიანი. ნუ ეს ძალიან სწრაფად ძალიან ესეთი მოკლედ რო ვთქვა, დიდი და ვრცელი თემაა. ხო განვაგრძობთ ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ის შუბლის ნაწილიც საინტერესოა. შუბლის ნაწილი არის რაციონალური მხარე, სხვათა შორის ითვლება თუ ადამიანი ეს ეგრეთ წოდებულ წინამოს იჭრის და შუბს ფარავს, ესე იგი ის თავის რაციონალურობას ფარავს და უნდა რომ უფრო ემოციური გამოჩნდეს. ამიტომ სტრესის დროს ხშირად მას ისე ვიცვლით, რომ სახის ფორმა გვეცვლება. მოკლედ ძალიან დიდი და საინტერესო თემაა, ეს უბრალოდ მონახაზი გავაკეთეთ, დიდი მადლობა და ვეცდები რომ უფრო ჩავშალო ეს საინტერესო. დიდი სიამოვნებით დაგელოდებით, დიდი მადლობა, იმან ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გავიგე დღევანდელ დღეს. ჩვენ მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასევე საინტერესო სპორტული ამბებით, ასე რომ დაგვალოდეთ არ გადართოთ. მე რეკლამის დროს ბაჩოს კარგად დავაკვირდები, მაინტერესებს ამ 3 წლის განმავლობაში კარგად ვიცნობ თუ კიდე რაღაცა დეტალები მაქვს გამორჩენილი ნაკვთების მიხედვით. კარგი ბატონო, რეკლამა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს და ტოპ 5 ამბავი ხატია შემოგიესგან და ნახოთ რაზე შეჩერდა თვით ხატია, ჩემო ძვირფასო ყურადღებით გისმენ. მოკეთ ძალიან საინტერესო ამბები მოგვიმზადეს დღეს და მე შევეცდები რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ესე იგი ბრიტანული მსახიობი ჯუდლო ფრანგი რეჟისორის ოლივია ასაიასის ფილმში კრემლის ჯადოქარი ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს. ჯულიანო დაემპოლის რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობის შესახებ ცნობილი გახდა 2024 წლის მაისში. კინოზე მუშაობა სულ რამოდენიმე კვირა რაც დაიწყო და ჯუდლო როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ყვება, უკვე დაიწყო მან როლზე მუშაობა. ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები ალისია ვიკანდერი, პოლ დანოს, ზაკ გოლიფაიძე და ტომ სტარიკი. მათი პერსონაჟები ჯერ არ სახელდება და ნამდვილად საინტერესო იქნება, როგორ მოირგებს ჯუდი პუტინის როლს და როგორი იქნება პოლიტიკური თრილერი. მოკლედ არ ვიცი, კარგია თუ
ცუდია პუტინის როლის შესრულება და ალბათ ძალიან ძიმეც იქნება არა ბაჭო რაღაც ძიმე ტვირთი არ არის ხა პუტინის როლი რო შეასრულო ჯუდი ძალიან კარგი მსახიობი ასე რომ დიდი სიამოვნებით დავალოდები და მე შევაფასებ იცი რა მეც დავალოდები ბევრად უფრო სიმპათიურ პუტინს დავინახავ დარწმუნებული ვარ რომელსაც ჯუდი განასახიერებს ოპეს დედოფალი დაინიშნა არ ვიცი იცოდი თუ არა ჩემო ბაჭო ვიზია საუბარი, მაგრამ გეტყვი აქვე რომ პოპის დედოფალი მადონა, რომელიც 66 წლის ასაკში წარნებდება და იდეალურად გამოიყურება და მეცაც გეტყვით 28 წლის შეყვარებული ყავს. მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენოთ კადრები, სადაც პოპის დედოფალი თავის მორიგო პარტნიორთან სახელად აკიმ მორისთან ერთად უკვე აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს და უკვე თავის საქორწინო ბეჭედსაც კი გვიზიარებს. გულშემატკივარს ცოტა ხნის წინ პოპივა აკიმთან ერთად იტალიის ქუჩებშიც კი გამოჩნდა და ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა იშლაკინა დრამატიული ევროპული თავგადასავლის ფარგლებში წყალმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ალბათ პატარას დაათვალიერებინა, თორემ მადონას დარწმუნებული ვარ, იტალია დიდი ხანია უკვე მოვლილი და დაათვალიერებული აქვს. როგორც ტაბლოიდები წერენ, წყვილი თავად დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას მიწვევით იმყოფება და დროებით მათ სასახლეშიც კი ცხოვრობენ, ასე რომ კარგი და საინტერესო ეპოქა ეწყება მადონას ამ ორი ქორწინებაში. ბრიტანული ამბების დროც დადგა, ერთი ძალიან კარგი ამბავი გავრცელდა სამეფო ოჯახიდან. უელსის პრინცესა კეით მიდლტონი აცხადებს, რომ მისი დაავადება რემისიაში გადავიდა და ახალი ცხოვრების წესზე გადადის. ამის შესახებ მიდლტონის სოციალურ ქსელში თავად დაწერა, როგორც ყველამ, ვინც სიმსივნეს და ბრძოლა გადაიტანა, იცის დროა საჭირო, რომ ახალ ცხოვრების წესს შეეჩვიო. მიუხედავად ამისა, მოუთმელად ველოდები მომავალი წლის გამოწვევებს დაწერა პრინცესამ. ინიციალით რა თქმა უნდა კეი. კეითის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ პირველად 1 წლის წინ გახდა სამწუხაროდ ცნობილი მსოფლიოსთვის, როდესაც მან მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. 2024 წლის მარტში მას საჯაროდ ისაუბრა საკუთარ დიაგნოზზე, ხოლო სექტემბერში განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. პრინცესამ ასევე დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სიმსივნე არ დაუბრუნდეს. 14 იანვარს დილით პრინცესამ სამეფო საავადმყოფო მოინახულა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. ვიზიტისას მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, თავისი გამოცდილება გაუზიარა სხვა პაციენტებს და მათი მხარდაჭერა გამოუცხადა. პრინცესამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მკურნალობის სირთულეებისა, ყოველთვის არსებობს გვირაბის ბოლოს სინათლე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კეით მიდლტონმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. უელსის პრინცესამ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია სიმსივნის ტიპი. საბოლოო ჯამში ბევრი მკურნალობის შედეგად ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ესეთი სასიამოვნო ნიუს, როდესაც წავაწყდით, წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მაყურებლისთვის არ გაგვეზიარებია, რადგანაც პრინცესა კეით მიდლტონი მთელს მსოფლიოს ძალიან უყვარს და ძალიან გულშემატკივრობდით ჩვენც რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მსგავსი რა თქმა უნდა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ძიმე სენსებისთვის. ავსტრალიაში ცხოვრობს ქალი, რომელიც 33 წელია მხოლოდ ხილს ჭამს და მან თავისი კვების ექსპერიმენტი 90-იან წლებში დაიწყო. ენ ოსბორნი 58 წლის ქალია, რომელიც ავსტრალიაში 2013 წლიდან დასახლდა და 33 წელია მხოლოდ ხილს ჭამს. წერს New York Post-ი. ოსბორნმა თქვა, რომ იგი პირველად დაინტერესდა ამ უნიკალური დიეტით ჯერ კიდევ 1990 წელს და მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ბარის თავზე მდებარე პატარა ოთახში დაესწრო ლექციას საკვებზე, ქალი თავდაპირველად გადავიდა სტანდარტული დიეტიდან ზოგად ვეგანურ დიეტაზე და საბოლოოდ დაიწყო მხოლოდ ხილის და ავოკადოს მირთმევა. ქალი ამტკიცებს, რომ ხილის დიეტამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე, გააუმჯობესდა მისი ზოგადი მდგომარეობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება. ხოლო სიარულის დროს ქოშინი გაქრა და ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს დიაბეტის და პანკრეასის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ ხილი შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს, მაგრამ მასში არ არის ის მცირედი წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ექიმები თვლიან, რომ B12 ვიტამინის, კალციუმის, D ვიტამინის, იოდის და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, დაღლილობა, ძილიანობა და იმუნური სისტემის დისფუნქცია. თუმცა ოსბორნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დიეტა ყველასთვის შესაძლებელი არ არის. მისი თქმით, ადამიანი ამისთვის მზად უნდა იყოს ფიზიკურად, ემოციურად და ხელოვნურად მიღებული ხილი კი ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს. გაზრდილი
ძალიან თელ ნიადაგზე და არა სუპერმარკეტში ნაყიდიო. მე არ ვიცი, საერთოდ შეიძლება ასეთი ხილი მოიძიო მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ თუ მიირთმევ ხილს, უნდა მიირთმევ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი და ორგანული. ცნობილია, რომ ხილის და ბოსტნეულის ჭამა ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს და ასე რომ ძირფასდება თუ ზემოთ ჩამოცვლილი დაავადებები არ გაქვთ, შეგიძლიათ მაგალითად აიღოთ და ხილის დიეტაზე გადახვიდეთ. და ბოლოს ამერიკული რეჟისორი დევიდ ლინჩი სამწუხაროდ, რომელიც მაყურებელს ყოველთვის ჯადოსნურ სამყაროს თავაზობდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლინჩის გამორჩეული მიღწევები ყოველთვის კარგად ცნობილია. ის იყო კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომის გამარჯვებული. სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. 2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა ოსკარი კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის. სხვათა შორის 2017 წელს ჩვენს ქვეყანასაც სტუმრობდა იგი, ვიზიტი დაკავშირებული იყო დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც თბილისში ჩამოყალიბდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გამოცემა ლეგენდარულ ამერიკულ რეჟისორთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ ქართული პოლიფონიური მუსიკას უსმენდა და იგი აღფრთოვანებული იყო ამით და მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში, 78 წლის ასაკში დევიდ ლინჩმა დაგვტოვა და მისი ფილმები და მისი შემოქმედება დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი გულშემატკივარი იყო და გულშემატკივრების არ მიაყავდა მას და ყავს კიდევაც. რატომღაც აი ანჯელო ბადალამენტი რომ გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ, თითქოს მგონია რომ დევიდ ლინჩი აი თავის ფილმებთან მარტო დარჩა, იმიტომ რომ ბადალამენტის მუსიკის გარეშე ლინჩის ფილმები რაღაცნაირად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ხატია ამ არაჩვეულებრივი ტოპ 5 ამბებისთვის. ჩავისუნთქო კოკაკოლას და შეგიძლია კოკაკოლაც მიირთვა. მე უნდა დაგიბრუნდეთ, უბრალოდ გადავიდე გიორგი დარჯანიასთან, რომელიც უკვე სტუდიაშია სტუმართან ერთად. მოგესალმები გიორგი, გამარჯობა, ძალიან საინტერესო. ხატია ბაჩო, როგორ საინტერესო ამბები დაგახვეით. და მე კიდე როგორი სტუმარი მოგიყვანეთ. ბიძინა მარათაშვილი ადამიანი, რომლის მოსმენასაც მე პირადად არაფერი მირჩევნია. ამიტომ რთულია არ დაგეთანხმოთ. ბიძინას წარმოგიდგენთ, სხვათა შორის ვფიქრობდი ბიძინა როგორ უნდა წარვადგინო მეთქი, რა რეგალიით უნდა წარვადგინო მეთქი და ცილკის დირექტორი, ჟურნალისტი და ვიფიქრე, მოდი ფეხბურთის ისტორიკოსაც წარვადგინო. ხო შეიძლება. და ყველასთვის საოცნებო რესპონდენტად. დიდი მადლობა. უდავოდ ნამდვილად ასია. ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ბიძინასთან ძალიან საინტერესოდ ისაუბროთ, თუმცა დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ 5-ვე ტოპ ნიუსი ბატონმა ბიძინამ უკვე იცოდა ჩვენმა მდეჩვენზე. ხაჭერ შენ გიყვარს ჰოროსკოპები და ხო შემოვიდა ლომი. მადონა და F+ ვარ დაბადებული. ლომები, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბატონი ბიძინა არის ლომი და მადონა და უიტნი ჰიუსტონი. ფაფარის მიხედვით ვერა, მაგრამ რაღაც ისე. კეთილი. ორი ლომი და ორი მერწყული, რა გინდათ ბიჭები? აბა. მოკლედ დღეს ვსაუბრობთ ფეხბურთზე და ამ კვირის მთავარი საფეხბურთო ამბავი ეს არის ტრანსფერი. რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იყო ლაპარაკი, რომ რამდენად წავა, რა ხელფასით წავა, როდის წარადგენენ, ასე შემდეგ. სხვათა შორის გუშინ კვარაცხელიაზე საუბარი. კვარაცხელიაზეა, რა თქმა უნდა, საუბარი და ცოტა არ იყოს გუშინ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს ამაზე, ბიჭმა ის ვიდეო ჩაწერა, გამოსათხოვარი ვიდეო, დაემშვიდობა, ჩაჯდა თვითფრინავში, გაფრინდა პარიზში. ყველა მოკლედ ამაზე ლაპარაკობს და პარიზული კლუბი სიტყვას არ ამბობდა არაფერს. საერთოდ დუმდა გუშინ გვიან ღამემდე ერთი სიტყვა არ დაცდენიათ ამაზე. მეტის გუშინ 4 საათზე ქონდა ლუის ენრიკეს PSG-ს მთავარ პრესკონფერენცია და ბუნებრივია ველოდებოდით ხო რა, რაღაცას ამბიძეს იტყოდა და ჟურნალისტმა რო კითხა რომ აბა გითხარიო ხო კვარაცხელია მოდისო და რა ხდებაო ამაზეო? პასუხი არ გასცა. მოიცა გაისუსა? გაისუსა, საერთოდ პასუხი არ გასცა და ცოტა არ იყო შევშფოთი. რომ ამ ბიჭმა რანაირად ჩაწერა მეთქი ნაპოლიში. გამოსამშვიდობებელი ვიდეო მეთქი და გუშინ გვიან ხამეს სადღაც თბილისის დროით იყო სადღაც პირველი საათი თუ არ ვწდები თუ 2 საათი, როგორც იქნა PSG-მ დადო კვარაცხელიას ფოტოები და ვიდეოები უკვე. ასე რომ ამოვისუნთქეთ. და ეხლა ამ ტრანსფერის შესახებ და არა მარტო ამ ტრანსფერის შესახებ ბიძინასთან მინდა რა ვისაუბრო. მოდი ტრანსფერი გავყოთ ბიძინამ ორ ნაწილად. ერთი რამდენად სწორი და დროული იყო და საჭირო იყო ნაპოლიდან წასვლა ხვიჩასი და მეორე უკვე ამის მერე ვილაპარაკოთ
კონკრეტულად პესაჟში მისვლა თუ მიესალმები და როგორც გულშემატკივარი თვითონი რომ ეს კარგი ვარიანტია. დავიწყოთ მოდი ნაპოლიდან წასვლით. იცი რა, ნუ შემდგარ ფაქტზე ვლაპარაკობ, ხო? ამიტომ დიდათ ახლა მე მომეწონეს, შენ მოგეწონე, თუ არ მოგეწონე, იქ არის, უკვე ეგ არის ფოტო. ამიტომ ამ ჩვენებს ვერ შევცვლით, ხო? მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ზაფხულში მოხდარიყო ეს ტრანსფერი, გინდა 24 წლის ზაფხულში, გინდა 25 წლის, მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ გარკვეული გულისწყრომა, ახლა იცი რა, გულისწყრომას კომაგების, განსაკუთრებით ნეაპოლელი კომაგების, ჩვენ მიჩვეული ვართ, ყველა ვინც იქიდან მიდის, მომენტალურად ხდება მოღალატე რაღაცა ნაწილისთვის. რაღაცა ნაწილი ხა საღი აზრი ყოველთვის არსებობს, ხო? და რაღაც საზოგადოებაში რომელიღაცა ნაწილი სწორად აფასებს სიტუაციებს, ვიღაცა არის ეგზალტირებული, ხო? იტალიური ტემპერამენტი. ეს ქალაქი განსაკუთრებული ეგზალტაციის ბუდეა საერთოდ არა მარტო იტალიაში, შეიძლება მსოფლიო მასშტაბითაც. მე ვიყავი პირველად ნეაპოლში, როდესაც კარგა ხნით ადრე ვიდრე ხვიჩა ჩავიდოდა იქ და მახსოვს რომ პირველი შტაბეჭდილება რაც ჰქონდა, რომ აი მარადონას მაისური აქეთ გვერდზე მაშინდელი ლიდერი ნეაპოლის, ასევე არგენტინელი გონსალო იგუაინი და მისი მაისური და ნუ აბსოლუტური შიზოფრენია იგუაინთან დაკავშირებით, თან იმან იმ პერიოდში მან გაიტანა 38 გოლი და იტალიის რეკორდი დაამყარა ამ რაოდენობის გუნდების ლიგაში 20 გუნდის პირობებში, რომელიც მე იმობილემ გაიმეორა 2 წლის მერე და ხო, კარგად მოვიქეთ ისტორიკოსად უყარა ადგილები და მე გადავიდა იუვენტუსში. ოღონდ გაყიდა ზუსტად ისე როგორც ეხლა აი ამის ინიციატორი ყველაფრის იყო ვთქვათ დე ლაურენტისი, ასევე მანვე გაყიდა ეს იგუაინი. რომელიც წავიდა იუვენტუსში. ხა იუვენტუსს განსაკუთრებით ვერ იტანენ, ესენი სამხრეთი ჩრდილოეთი ყოველთვის არის დაპირისპირება არსებობს და ამავდროულად. აი ეს მაისურები, რომლებიც იგი ეკიდა, იმდენ შემთხვევაში ჩატენეს კანალიზაციის საკუთარ სახლებში, რომ რაღაცა ის გამოიწვია კოლაფსი, ისი რა ქვია, ქალაქის. ანუ იმ წუთშივე გადაირიენ ამ ეხლა თქვენ შეიძლება სოციალურ ქსელებში გინახავთ უკვე, თქვათ, ვიღაცა ესეთი ულტრა კომაგების საპროტესტო რაღაცა განწყობა ხვიჩას წასვლასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ ზაფხულში ამის გაკეთება უფრო უმკივნეულად ჩავიდა, იმიტომ რომ ეხლა პირველ ადგილზეა ნაპოლი. ამიტომ რამე რომ მოხდეს და ვერ გახდეს, თქვათ, ის ჩემპიონი, ვიზი დიდი ალბათობაც არის, აუცილებლად სადღაც გაიხსენებს ვიღაცა, მათ შორის თვითონ ოფიციოზი კლუბის, რომ აიცი რა, აბა გამოდი გაიქცა იმ დროს თუ ამ დროს თვაც. მაგრამ ეს ერთი მომენტია შესაბამისად, თუ მეკითხები, როდის, ანუ პირველი ნაწილი შენი კითხვის რაც იყო, მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა ზაფხულში წასვლა, გინდა ამ სეზონის დაწყებამდე, გინდა თქვათ ამ სეზონის დამთავრების შემდეგ. მეორე მომენტია, რომ რა თქმა უნდა ნაპოლი ჩვენ უნდა შევაფასოთ ასევე ორი კუთხით. ერთი არის, რომ ხა ყველაფრის დავიწყება არ ვარგა არც ნეაპოლელი კომაგების მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ აქაც ჩვენ სოციალურ ქსელებში ხშირად წაიკითხავთ, რომ უმადურებო ღორებოთ აგინებენ ამ ვთქვათ კლუბის ყველა წარმომადგენელს, იქნება ის თანამშრომელი თუ თქვათ კომაგი, ხო? ხარ უნდა დაგვეცეს, რომ ხვიჩას აი ესეთ ვარსკვლავად ქცევა მსოფლიო მასშტაბის ვთქვათ მოთხოვნად პერსონად ჩამოყალიბებაში ამ ნაპოლის მიუძღვის მთავარი როლი. ეხლა ეს არც რუბინიდან გავთარა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი და არც ბათუმის დინამოდან. როგორც მან მისცა ნაპოლის სკუდეტოს მოგების აი შანსი 33 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ისე ნაპოლიმ მისცა მას შანსი, რომ გავხდარიყო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და ამიტომ ისინი ერთმანეთთან მე მგონი ვალში არ არიან. როგორც ხვიჩამ გაამართლა ნეაპოლელთა იმედები, ისე ნეაპოლმა გაამართლა ხვიჩას ამბიციები, რომელიც ჩავიდა ევროპაში.
ვარსკვლავად გასახდომად და გახდა კიდევაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ნაბიჯი არის ნაპოლიდან უფრო მაღალი რანგის გუნდში გადასვლა, თუნდაც აი ხა ჩემი მიერ ნახსენებია 33 წლიანი მოლოდინის გათვალისწინებითაც. ხო, 33 წელია მარადონამდე არაფერ მოუგია ნაპოლის, არც იქამდე და აი ხა 33 წელი ელოდებოდნენ სანამ ხვიჩა არ ჩავიდა და ვერც ვერ იგებდნენ. ის დამოუკიდებულებაც, რომელიც თქვა გამოავლინა კლუბმა, მისმა პრეზიდენტმა, იცი რა, გასაგებია რომ მათაც გარისკეს, როდესაც თქვათ მესამე კლასის ქვეყნიდან მოდით, საფეხბურთო თვალსაზრისით საქართველოსდან წაიყვანეს ფეხბურთელი და თქვათ გადაიხადეს მაშინ 13 მილიონი მაშინ, ხო? და დაუნიშნეს თუნდაც ის ხელფასი, იმიტომ რომ ვერ გაემართლებია ის ხელფასი ნაპოლისთვის, რომელიც არის საკმაოდ, იმიტომ რომ 1.5 მილიონი ევრო ზოგადად საფეხბურთო თვალსაზრისით არ არის დიდი ხელფასი, მაგრამ ნაპოლისნაირი კლუბისთვის, რომელსაც კიდევ მეორე 33 წელი არაფერ მოუგია, არ არის მთლად ესეთი ხო არა მithumetes ხო არა mithumetes და მანჩესტერი თუ არა ხარ მაშინ ნორმალური ხელფასია აბსოლუტურად მე გეტყვი აგერ გრანდია არგენტინის ვთქვათ ბოკა ხუნიორსი და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი რონკალია თამაშობდა $1000 ხელფასზე ვიდრე სელტაში გადმოვიდოდა სათამაშოდ და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა ამ დროს რა ანუ ესეთი რაღაცებიც არის მთლად ესე რომ 1.5 მილიონი რა არის ესეთი დამოკიდებულებაც არ არის სწორი მაგრამ ეხა ეს არის სწორი იმ შემთხვევაში, როდესაც ლინცრემს თუ ვიღაცა მასი სკამზე დასაჯდომ ფეხბურთელს უკვე გაჩემპიონებული ნაპოლი ყიდულობს და უნიშნავს ორ მაგ ხელფას თავის ლიდერთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს შეურაცხყოფილია. თუმცა ასევე ბადებს რაღაცა კითხვებს ხომ. ტრანსფერტის შიზოფრენიკი ეს რა ქვია, დელაურენტესი არ ჩანს. რაღაცა კიდევ ხომ არ არის აქ უკან სხვა მიზეზები, რომლებიც იმიტომ რომ იმის ვერ მიხვედრა რომ საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მოუმატო თუნდაც ამდენი ხნის 3 წლის მანძილზე ხო პრეზიდენტი მე მგონი კინოინდუსტრიაშიც ნახე რაც გამარჯვება კინოინდუსტრიაშია ხა იტალიაში კინოინდუსტრიას წარმოადგენს კარგად მოახსენებათ ხო და ყავს სამხრეთის ყველაზე უფრო პოპულარული კლუბი ეს ნაპოლი ეხა ესე და არის ჩვენ თვითონ ვამბობთ რომ არის ფულზე ორიენტირებული კაცი ხა შესაბამისად ის ვერ მიხვდა ანუ საფეხბურთო და კინო მაგნატი ვერ მიხვდა რომ გაერმოგებია ხელფასი და თუნდაც რაღაცა კეთილი ჟესტი გააკეთებინა ეს ალბათ მაინც დაკავშირებულია იმ სატრანსფერო ვერ შეთანხმებასთან რომელიც ამ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ხვიჩას აგენტსა და კლუბს შორის ანუ იქ არის რაღაცეები კიდევ რომლებიც მე არ ვამბობ რომ ამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო კლუბმა მაგრამ რაღაცაზე დაყრდნობით ეს ხდებოდა ხომ წარმოუდგენელია ხო რომ ვერ მიხვდარიყო რომ დამლაგებელს დაუნიშნა თქვა ორმაგი ხელფასი იმასთან შედარებით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელთან შედარებით ხო ხა ამის ვერ მიხვედრა წარმოუდგენელი ეს არის განზრახი გაკეთებული ანუ რაღაცის გამო პლუს ახლა ის რომ ხვიჩას მდგომარეობა მთლად მყარი არ უნდა ყოფილიყო ეს ჩანდა იქიდანაც როცა ზაფხულში ყიდულობენ 29 მილიონად მის პოზიციაზე ფეხბურთელს ნაპოლი არ არის კიდევ მეორე ფის კლუბი ახლა ვილაპარაკე რომ 1.5 მილიონი ხელფასი მისთვის არ არის ესეთი დაბალი ხელფასი როცა ყიდულობენ ნერეშს საუკეთესო ფეხბურთელის პოზიციაზე, ხო? ეგეც ხო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სპალეტის დროს ხვიჩა იყო გამოკვეთილად ჩანდა და ეხლა აღარა ჩანს. კონტექსტ სქემები აღარა ჩანს. ისედაც ჩვენ ის ყველას ვინც თქვა ფეხბურთში მუშაობთ, ხო? საფეხბურთო თემებზე ყველასთვის ნათელი იყო რომ კონტესტ აქამდე ყოველ შემთხვევაში მისი ტაქტიკური სქემები რაც გვინახავს, რითიც მოიგო მან ჩელსიში ინგლისის ჩემპიონატი, თქვათ იტალიის ჩემპიონატი, იუვენტუსთან ერთად იტალიის ნაკრებს მოაგებია ევროპის ჩემპიონატი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეხლა დაიწყოს ვინახარ კონტი შენ და რაღაცა და ვინახარ არ არის ეს იმიტომ ფეხბურთელასაც ძალიან დიდი იყო. მე მქონდა სხვა შორის მასთან ინტერვიუ ჩავწერე 97 წელს როცა იუვენტუსში თამაშობდა სწორედ და მიუნხენში წააგეს მაგათმა მაშინ დორტმუნდთან ფინალი იმის რა ქვია ჩემპიონთა თასის და ცხოვრობდით ეს სასტუმროში და იქ ლივჩი შევხვდა და ავიღეთ ინტერვიუ მე როგორ ჩამოვიდა ანუ ძალიან სასიამოვნო ტიპია ეს ურთიერთობისთვის და კარგი მწვრთნელი
ეხლა ესე გაბაიბურება რომ ესე ვინახარ შენ და რაღაცა ეს რო ვიცი ჩვენ ხოლმე რაღაცა ეგზალტაცია ეს არ აღებს ეხლა თათ ესე ჩვენ დასაცინი არაფერი არ ჭერს იმას და პირველ ადგილზე ეგეთ იმ თავისი ნაპოლით რომელიც ჩარშან მეათეზე იყო ხო მაგრამ მე მაგალითად თავიდანვე ვსვამდი ამ კითხვას და გადაცემაშიც მithქვამს ეს მათ შორის ნერეჟზეც როცა გამოჩნდა რომ კაცყიდულობენ რაღაცა ზარი უნდა ყოფილიყო ანუ რომ თლად კარგი არ არის იმიტომ რომ შენ ყავს ლიდერი და ლიდერის შემცვლელად 29 მილიონს იხდის ეს გუნდი რომელსაც არ აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები ხო ესე იგი მზადდებოდა ეს ნელ-ნელა და ის ლაპარაკის კონტესტი რომ არა როგორ შეუცვლელია აბსოლუტურად კვარაცხელია გარკვეულწილად იყო თავდაცვის რაღაცა მომენტი იმიტომ რომ რო არ გამართლებოდა მე ისე მეათე ადგილზე დარჩენილიყო ეს გუნდი რაღაცა და კვარაცხელია გაეშვათ ეს შეიძლება და შემოbrunებოდა და ის გულშემატკივრები რომლებიც ნაწილიც ეხლა ხვიჩაზეა გაბრაზებული კონტესტ და იმ დელაურენტის შეიძლება სახკარი გადაეწვათ მათთვის იმიტომ რომ ეს მოსულა იმ რეალობაში რასაც ჩვენ ნეაპოლში ვხედავთ შესაბამისად იქ ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი მომენტი შეიქმნა ტოქსიკური გარემო საიდანაც რა თქმა უნდა ჯობდა წასვლა კიდევ ვიმეორებ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო თქვა ზაფხულის დაცვა ან წინა ზაფხულში ამის გაკეთება მაგრამ თავს ხარ წავიდოდა ეხლა ხო 100 მილიონს უხდიდნენ იმ დელაურენტის და მაშინ არ გააკეთა ეხლა 70-ს დაყაბულდა დაუშვათ ხო კარგია თუ არა PSG მე ვფიქრობ რომ კარგია იმიტომ რომ თქვენ ძალიან საინტერესო მსჯელობდით უკვე რომ დაიწყო რაღაცა ხმები რომ გავიდა რომ შეიძლება PSG მიყიდა თქვენ ზუსტად ეთერში ვიყო თქვენ ჩართვა გქონდა და გიორგი ჩვენთან იჯდა რომ აი PSG-ში იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ის ვარსკვლავი რომელიც იყო ნაპოლიში აი ძალიან საინტერესო ხვიჩა კვარაცხელია უკვე არის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი სადღეისოდ ჩვენ არ უნდა დაგოიცოს რომ იცვლება იერარქია ფეხბურთში წავიდა დამთავრდა ძალიან დიდი ეპოქა რომელსაც ჩვენ მესის და რონალდოს ეპოქას ვეძახით კი რონალდომ ეხლა გააფორმა იქ არაბეთში კიდევ ახალი კონტრაქტი 260 მილიონზე 200 ხელფასად და 60 იმათ რა ქვია იმიჯის გამოყენებისთვის მესი ლამისარი და მთელი MLS-ი მოწილე გახდა ისინი კიდე ფულსაც იშვენ და ფეხბურთსაც კარგად ითამაშებენ იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე ფენომენია ორივე და იქნება იქამდე სანამ მოუნდებათ ფეხბურთთან წასვლა მაგრამ მოდის უკვე ახალი ტალღა აი იამალი პედრი თქვათ ბელინგემი და ასე შემდეგ და კვარაცხელია იმიტომ რომ ეს ამ ჩვენ და სასახელო და ჩვენ და საამაყოდ ეს ბიჭი არის აბსოლუტურად განიხილება სწორედ აი ამ რანგში და ევროპის ჩემპიონატმაც თქვა სანაკრებო მატჩებმაც ნაპოლიში პირველივე სეზონში გაჩემპიონებამ და საუკეთესო ფეხბურთელად სამეს ყველაფერი დაამტკიცა იმიტომ შემთხვევით თუ არ მოხდა იმ ოქროსბურთის მაძიებელთა ჩამონათვალში ხო ოპონენტები ამ PSG-ს ოპონენტებს ორი არგუმენტი აქვთ ერთი ის რომ საფრანგეთის ლიგა ნაკლებია ვიდრე იტალიის ლიგა თუნდაც ესპანეთის პრემიერ ლიგაზე არ ვლაპარაკობ მეორე ის რომ აი PSG ვერ მოიგებსო ჩემპიონთა ლიგას ამაზე თუ მითხა ჩემპიონთა ლიგას რეალის გარდა ვერ აი ხა მოდი ესეც გავარჩიოთ ხო მე ვიცი რომ ვიღაცა გამენაწყენდება ახლა თქვა იმ სხვადასხვა გუნდების ის როგორ არის ცი მე ვარ თქვა რეალის გულშემატკივარი მე რა თქმა უნდა გამიხარდებოდა რომ წასულიყო რეალში მით უმეტეს რომ რეალი არის მისი საოცნებო გუნდი და ადრე თუ ვიან იქ თუ მოხდება მისთვისაც ის ჩემზე უფრო გაიხარებს კიდე ხო ვინც გულშემატკივრობს ბარსელონას ამბობენ რომ დაანებე ყველაფერს თავი წადი ბარსელონაში იქ პრემიერ ლიგის კომაგებს უნდათ რომ პრემიერ ლიგაში წავიდეს ეხლა ეს არ შეიცვლება იმიტომ რომ ვინც ვის გულშემატკივრობს ქართველი განსაკუთრებით რომელიცაც ყველასთვის არსებობს კვარაცხელიას ფენომენი უნდა რომ წავიდეს იმ გუნდში რომელსაც ის ისეაც კომაგობს და გააძლიეროს ის კლუბი რომელიც მისთვის არის თქვათ საყვარელი ეს ბუნებრივი ეს ცოტა ხანი ამას თავი დავანება ცოტა ხანი ხო შემდგომს არის მადრიდის რეალის ჩემს სასახარულოდ გარდა იმ ლიგას ვერავერი იგებს ეხლა იმას ამბობდნენ ჩვენები იქ დიდი დავა იყო
სილკში ჩვენი ბიჭები ამბობდნენ რომ იცი მანჩესტერ იუნაიტედში წასულიყო. მანჩესტერ იუნაიტედი ამბობენ რომ ეს ვერ მოიგებს მას რა ქვია ლიგას და მანჩესტერ იუნაიტედი სად ვერ ხვდება მე-14 ადგილზეა და იმაში ლიგას ტელევიზორში თუ უყურებს ახლა და მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედია. მანჩესტერ იუნაიტედს აქვს ვალები, ყიდის თავის საუკეთესო ფეხბურთელებს და მანჩესტერ იუნაიტედი სანამ არ მივიდა ფერგიუსონი იყო აი იქ სადაც ეხლაა და კარგი რამდენჯერ მოიგოს ჩემპიონთა თასი ბოლო წუთის გარდა გეუბნები რა რა ინგლისის გულშემატკივრობა არა ნახე ჯერ ესეთი კაცმა არ იცის როგორ მოერგება ხვიჩა როგორ მოერგებოდა ხვიჩა პრემიერ ლიგას გავიგე ხა რომ ჩვენ გვინდა რომ ყველგან სადაც წავა ყველგან კარგად ითამაშოს და ბუნებრივია ეს ეხლა პლუსები არის, მინუსებიც არის, ბუნებრივია ხა, რასაც შენ ლაპარაკობ, ეხლა მე იმის კი არ ვამბობ, საფრანგეთის ლიგა ყველაზე კარგია. მაგრამ გარანტირებული აქვს სეზონში 2 ან 3 ჯილდოს მოპოვება კლუბთან ერთად. შედარებით უფრო ნაკლები ძალისხმევით, იმიტომ რომ PSG არის თქვათ საფრანგული ფეხბურთის უპირობო ლიდერი და სულ არ ითამაშოს არავინ, მაინც ჩემპიონი ხდება იქ, ხო? ალბათ 1-2 მეტი გოლის გარანტირებულია. კი ბატონო, პლუს ახალგაზრდა გუნდში მივიდა, რომელშიც აღარ არის არც მესი, არც ნეიმარი, არც მბაპე, შესაბამისად კი იქ არის ბარკოლა, ესეც არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ეხლა იქ არეკადა ჩამოვიდა და არავინ არ დარჩა იქ. არ არის, ის არის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ამ მომენტისთვის და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი. შესაბამისად ლუის ენრიკეს მოუწევს იქ რაღაცა პერტურბაციების გაკეთება კლუბში, რომ ვიღაცები სადღაც გადმოწიოს და რაღაცა სხვა სქემები ამუშავოს იმისთვის, რომ სრულად გამოიყენოს დაუშვათ ხვიჩას პოტენციალი, ხო? ეს ბუნებრივია, მაგრამ ეხლა ამის დასაწუნი ეხლა ესეთი PSG-ს რა ქვია ფაქტორი არ ამგონია, რომ ეხლა ჩვენ საწავიდა ეს ასაშენებაში წავიდა. მნიშვნელოვნად ეზრდება 11 მილიონამდე ადის ხელფასი. ეხლა აგერ ლაპარაკობთ რომ 4 ვერ გაუხადა და 3 ქონდა ბოდიში? 1.8 ქონდა იქ და 4-მდე არ გაუზარდა იმან რა ქვია პირველ სეზონში. მე 6 თავაზობდნენ და ეხლა მიწეს 11 და ეხლა მოდი ამასაც შევხედოთ, ხო? პლუს ნეაპოლში მართლა დამღლელი ატმოსფეროა, ხო, თუ ყოფილხართ იქ, ხო, ესენი, აბსოლუტური შიზოფრენია, იქ ყველაფერზე. გესმის და ამიტომ ხა პარიზში, ხა რო თქვა, რომ უარეს ქალაქში წავიდაო, ვერ იტყვი. ხა მანჩესტერში მისი, რა ქვია, ქარხნების გარდა არაფერი არ არის, ხა იგი მაშინაში როთავში ჩასული, ხო და ზესტაფონში. აი დაახლოებით სტატისტიკურად, ეხლა თქვენი გამოცდილებით, რამდენი ხანი ჭირდება ფეხბურთოს, რომ გადაეწყოს იმ ქვეყნის საფეხბურთო კულტურაზე, ანუ იტალიური ფეხბურთი ცოტა სხვა არის, ფრანგული სხვა არის, ინგლისური. აი რამდენი ხანი უნდა რომ ინდივიდუალურია, გააჩნია ვიღაცა პირდაპირ ეწყობა, ვიღაცა საერთოდ ვერ ეწყობა. მე ინგლისურ ფეხბურთში გადასვლა ესე იოლი არ არის. იტალიიდან ვინც კი წავიდა ინგლისში, მოდი გავიხსენოთ, ხო? ოქროს ბურთის მფლობელი შევჩენკო წავიდა ჩელსიში და საერთოდ ვერ ითამაშა იქ. იტალიური ფეხბურთის გამოკვეთილი და არა მარტო იტალიური ფეხბურთის სნაიპერი კრესპო ჩავიდა ვერაფერი გეტან უკან დაბრუნდა და გააგრძელა გოლების გატანა თქვა იტალიაში. ვერონი ჩავიდა თქვა იმავე მანჩესტერში კი ახლა ვერონი იყო მაინც რაღაცები მეტნაკლებად სადღაცა რაღაცა გააკეთა, მაგრამ ისევ წავიდა უკან და დაიბრუნა თავისი არ არის ესე იოლი ამ ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირება, ხო? მე დღეს ახლა კიდე ეს მე გეუბნები თქვა 20 წლის წინანდელ ამბავს ამ ფეხბურთელებს ვიზას ვლაპარაკობთ, ხო? დღეს როცა ინდუსტრიად იქცა ეს ფეხბურთი, ყავთ 1000 დამკვირვებელი, ყველაფერს სწავლობენ, ანუ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის, ის უკვე გაშიფრულია, ყველაფერი იციან მის შესახებ, ხო? მით უმეტეს, როცა ჩადის ესეთი იმით, რა ქვია, სტატუსით არა. პირველ სეზონში კოზირი ეგ იყო, რომ არიცოდნენ და ბევრი რაღაც, ეხლა მოდით თვალი გაუწევოთ, მაგრამ ამას მოუწია მეორე სეზონში სერიოზული რაღაცების დამატება იმისთვის, რომ ის დონე შეენარჩუნება და მაინც თითქოს ისეთი ეფექტური
ამ დროს სტატისტიკას რო დახედო, მეორე სეზონში დიდი მშვენიერი სეზონი ჰქონდა, მაგრამ უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რა ისეთი არ ყველას 200 კაცს რო ატყუებდა იქ, ყველა მათ მაყურებლიანი მიანად. თვალსაჩინო აღარ იყო, თორე სტატისტიკა დიდებული იყო. სტატისტიკა ზუსტად იგივე იყო, ერთ ბურთში იყო განსხვავება. მაგრამ ის რაღაცა მომენტი რომ რაღაცა მუღამები გაუგეს და ეს ესეა ხო ნებისმიერ ფეხბურთელს უგებენ ხო რა ხვდები რომ ამას აკეთებს რაღაცას ხო მე შენს შესაბამის კონტრ მით უმეტეს ჩვენს ეპოქაში ტელევიზიის სტრიმების და ასე შემდეგ ეპოქაში ასე არ არის ამიტომ და მე ვფიქრობ რომ ჯერ არაფერი არ დაეწუნება PSG-ს პლუს მას ნათამაში ერთ ნაბიჯი იყო იმ ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ხო ფინალში არის ხო და მასე ის Manchester City რამდენჯერ გახდა ეს ერთი ფინალი მოიგო და ისე წასაგები ჰქონდა იმასთან დაქვია იმ ინტერთან ხო ანუ ესე არ არის პლუს ეს რაღაცა აი სრული ეგზალტაცია და ქალების ერთად კიდე რომ აი წადიშვილო იმაში მიდი რეალში რა გინდა ახლა ეს მიდი ესე არ ხდება ადამიანები ჩადი ლივერპულში და რატო არ წახვიდი ლივერპულში რა უნდა და ახლა არ ეძახეს ის ლივერპული კითხეს ეგერ იმ სლოტს რომ თქვათ რა სიტყვით სავარაუდო ტრანსფერზე. მან თქვა რომ იანვარია და იანვარი არ იმიტომ რომ ვერხდებოდა რომელიც იყო. ისე გითხებოდა. ქალური გამოხდა. თქვა რომ იანვარი საერთოდ არის პერიოდი, როდესაც ჭორები ორი პერიოდი აქვს ფეხბურთის ჭორების, თქვათ, იმას აქვია, პიქს. ეს არის ზაფხული ანუ დამთავრებიდან სეზონის თქვა რაღაცა ივნისის პირველი რიცხვებიდან აგვისტოს 31-მდე როცა იხურება სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე ლაპარაკობენ შეიძლება ჩემზე თქვა რომ მე გადავდივარ თქვა მადრიდის რეალში ყველაფერი ანუ რაღაცა ასეთი ჭორები ისეთი ჭორები და იანვარში როცა ასე ვრცელდება რომ ყველა ელოდება არც ერთი წყარო საინისო რომ თქვა ბარსელონამ ამ ლაპარაკობდნენ ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი დავასრულოთ აი ამობდნენ რომ ბარსელონას რადარზე არის ხვიჩა კვარაცხელია. პარალელურად იგივე წყარო საინფორმაციო გაწვდის ინფორმაციას, რომ ბარსელონამ ვერ გააფორმა უკვე ნაყიდი ოლმო და ის რაღაცა მეორე კიდე ფეხბურთელი ლიგა არაძლევს, ანუ გადახდილი აქვს ფული, გადახდილი აქვს იმის ტრანსფერში ფული, მაგრამ ვინაიდან ფინანსური fair play რაღაცა ვერ დაარეგისტრირა ორი ფეხბურთელი, რომელიც უკვე თამაშობდა გუნდში. რის რადარზეა, რა რადარზეა ნახევრად გაკოტრებულია გუნდი უამრავი ვალია. რა მანჩესტერმა ვინ უნდა იყიდოს? მანჩესტერმა დღეს ჭორები ძალიან კარგად იყიდება. რა უნდა იყიდოს? მანჩესტერმა 150 მილიონი მინუსი დაამთავრა წელი, გარნაჩოს გაყიდვა უნდა და თქვა იმისი რა ქვია, რაშფორდის და ასე შემდეგ, ხო? ანუ მე იმას კარგად რომ ვერ იყიდეს. კი, შეიძლება კიდე უფრო მეტი ვალი აიღოს და რაღაცა გააკეთოს, მაგრამ არ იყო ამის რეალური შეთავაზებები, არ იყო. არც ლივერპულიდან, არც ისმეთ და PSG-ზე. ბიზნეს მოსულა შეიძლება სხვათა შორის უსასრულო. ნებისმიერ თემაზე. ხვიჩას გადასვლით მე კმაყოფილი ვარ. არა, იცი რა შესაძლოა, კიდევ ვამბობ, მე არ ვამბობ, რომ ეს ჩემთვის იდეალური რა იქნებოდა, ისევე როგორც ყველა გულშემატკივრის როგორც გითხარით, მე რახან რეალი მიყვარს, ჩემთვის იქნებოდა იდეალური ეთამაშა მადრიდის რეალს. არ არის ამის დრო დღეს და ამის საშუალება. მარტივია. ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა თქვენ. ყოველთვის საინტერესოა. რეჟისორის ყურში მეუბნება, ვერ წყდებითო ბატონ ბიძინასო. ასია. ურმესი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის როგორც ყოველთვის. ძალიან ასეთი ბლოკი ქონდა დღეს სპორტული. ჩემი ოცნებაც ახდება და ერთი რომელიმე ქართველი ჩელსიშიც მოხდება ოდეს. ხო დადგება ეს დღე. იყო რატი ალექსიძე. რატი ალექსიძე. ჩელსიში? ჩელსიში რატი ალექსიძე. და მე ეხლა მინდა რომ ეხლა ვუყურო. ამ ძალიან დიდი ხნის წინ აგიხდა ეგოცნება ჩვენ. მაშინ ეთყობა მე ჩელსის გულშემატკივარი არ ვიხავი და მაგითა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რეკლამის მალე დაგიბრუნდებით მარიამ როინიშვილის რუბრიკით, ასე რომ დაგვალოდეთ არ გადარჩეთ. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში დილის ლაივი მარიამ როინიშვილის რუბრიკით. მარიამ, დილამშვიდობის მოგესალმებით და დილამშვიდობისა. მაინტერესებს რა თემა გაქვს დღეს? საინტერესო თემა ექნება როგორც ყოველთვის. მოგესალმებით, მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს ტელემაყურებელს და
მეც მგონია რომ საინტერესო თემები მოგიმზადეთ დღეს. რადგან ეს უნდა გადაგაფრინოთ ახლა თქვენ ერთი საუკუნის წინ ზუსტად საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი პარალელის მოგზაურობთ დღეს? კი, თუმცა ძალიან დიდ პარალელს გავავლებ დღევანდელობასთან, მე ასეთი ეჭვი მაქვს, რადგან მინდა ვისაუბრო რეპრესიებზე. ოღონდ არა კონკრეტულად პიროვნულად, ვისაც მაგალითად სიცოცხლის მოსპობა ამ შემთხვევაში იყო მათი სიცოცხლის მოსპობა, არამედ კონკრეტულად ნაწარმოებებზე და ასე შემდეგ. მოკლედ გზა გაგაცნობთ, იმიტომ რომ ფიქრობ, ხო, საინტერესო იქნება და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო აი ამ თემებზე მუშაობა. მოდი დავიწყოთ ადამიანით, რომელიც ნაკლებად ვახსენებთ დღეს, მაგრამ ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის მქონე იყო და აუცილებლად კიდევ ცალკე მივუძღვნით ამას, იმიტომ რომ ძალიან ვრცელია მისი შემოქმედება. მოკლედ ნიკო სულხანიშვილი მე-20 საუკუნის პოლიტიკური პროცესების გამო შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ნიკო სულხანიშვილი სწორედ აი ამ პროცესების გამო გარდაიცვალა და რატო. ქართველი იყო ძალიან დიდი მუსიკოსი, ლოტპარი, კომპოზიტორი, მომღერალი და ასე იყო ცნობილი, რომ ქართველ ვაგნერად წოდებული ნიკო სულხანიშვილი. როგორც ილია ჭავჭავაძე თვლიდა იმას, რომ ხალხის უпростоრად საქართველოს ისტორია არ არის მხოლოდ მეფეების ისტორია და არამედ ეს არის მთელი ერის ისტორია, ზუსტად ასევე ქონდა მუსიკაში ეს ყველაფერი ნიკო სულხანიშვილსაც გადმოცემული ძალიან საინტერესოს მას ქონდა ძალიან საინტერესო გუნდები, ქორალი ერთ-ერთი, სადაც აი ეს ხალხის რაღაც ტანჯული ხალხის ტკივილი ქონდა გადმოცემული ძალიან კარგად და სახოვნად და პირველი ერთ-ერთი ესეთი შეჯახება ძალიან დიდი უსამართლობასთან მისი შემოქმედებისა იყო ის, რომ მისი ქორალიდან ამოიღეს სიტყვები ღმერთო ღმერთო. აი ამით დაიწყო ალბათ ყველაფერი და თუმცა იცით რა იყო ძალიან პრიმიტიული იყო ეს მიდგომა იმ ადამიანების მხრიდან რომლებმაც ეს გაბედეს და გააკეთეს რადგან მის მუსიკაში იმდენად სახოვნად და ლამაზად და კარგად იყო გადმოცემული თვითონ ღმერთის არსი რიგ ღმერთს ამოიღებდი თუ არ ამოიღებდი ამ შემთხვევაში აღარ ქონდა უკვე დიდი მნიშვნელობა რადგან მაინც ყველაფერს ამბობდა მისი მუსიკა მაინც ყველანაირად ეხმაურებოდა და ეხმიანებოდა იმ არსს და აზრს რის ატარებაც მას ამ შემთხვევაში სურდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, როგორც უკვე აღვნიშნე და ნიკო წერდა ანტიცარისტულ გუნდებს, პროკლამაციებს, მან მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნების კონკურსში და ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოუწევია გერმანელ ჟიურის წევრებში და იცით, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ქართველი მუსიკა უნდა აღმოცენდეს ქართული ფოლკლორიდან, ეროვნული ფოლკლორიდან. ამას ძალიან ხშირად უსვამდა ხაზს. ილიას იდეაც ეს ყოფილა, რომ ქართული ოპერა განსაკუთრებით და საერთოდ ქართული მუსიკა უნდა იყოს აღმოცენებული, ანუ საფუძვლად უნდა ედოს ის ძალიან დიდი საგანძური, რასაც ქართული ფოლკლორი ქვია და შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ აი ეს მისი ნაბიჯები გახდა იმის მაპროვოცირებელი, რომ დაიწყეს მისი დევნა. მართლა კუჩი და აედევნენ პირდაპირ მნიშვნელობით, რადგან იკარგებოდა მისი ნაშრომები, მისი ნაწერები, მისი ნაწარმოებები, ყველაფერი იკარგებოდა და ყველაფერს ძალიან უფრთხილდებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა აბსოლუტურად, თითქმის ყველაფერი დაიკარგა და მას ჰქონდა ერთადერთი ოპერა, პატარა კახი, რომელიც მისი სასთუმბლის ქვეშ ინახებოდა, თვითონ ინახავდა. წარმოიდგინეთ, როგორ ეშინოდა, რომ თავადვე ინახავდა, რომ ვინმე შემთხვევით არ მოეპარა და რა თქმა უნდა ვერ დაიცვა მისი ოპერაც და არ გვაქვს დღეს არ მოგვეპოვება, უბრალოდ ვიცით, რომ მას ჰქონდა შექმნილი ეს ოპერა, პატარა კახი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ოპერაც დაიკარგა და ჩვენამდე არ არის მოღწეული. ის გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, ძალიან ახალგაზრდა და ორი ვერსია არსებობს მისი გარდაცვალების, ერთი რომ სასტუმროში გარდაიცვალა და მეორე რომ ის გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც რაღაც ესეთი პიროვნება, ცნობილი მაშინ ძალიან პიროვნება შესულა დავით პავლიაშვილი, რომელიც ძალიან მიღებული ყოფილა ვაჟა-ფშაველას და არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას, ზოგადად ცისფერყანწელების გარემოცვაში ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, რაც მეგობრად აღიქმებოდა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდება, თუმცა იყო
ჩვეულებრივი დამსმენი და მაკონტროლებელი სიტუაციისა და ადამიანებისა. შესაბამისად, ნიკო სულხანიშვილის ეს რაღაც დიდი ნიჭიერებაც და სიტყვა ნამდვილი მართალი სიტყვა არ გამოპარვია მას, რა თქმა უნდა და სწორედ მაშინ მკურნალობდა საავადმყოფოში ნიკო, რადგან დაავადებული ყოფილა ესპანური გრიპით. და ხო, კიკივდა, აი ამ პანდემია არის მაშინაც, მძვირვარებს და იქ სწორედ მკურნალობდა ნიკო სულხანიშვილი და შესულა და შეუტანია ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო. ეს რა თქმა უნდა ერთგვარი პატივისცემა იყო ვითომ ერთი შეხედვით ბრწყალებში პატივისცემა, მაგრამ გამოვიდა ისე რომ ძალიან დიდი რაოდენობით დაალევინა ღვინო და იმსხვერპლა ნიკო სულხანიშვილის სიცოცხლე. ამ შემთხვევაში საავადმყოფოში მაშინ ალბათ ყველაფერი შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ ეს მოხდა საავადმყოფოს კედლებში წარმოიდგინეთ. ნამდვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ ის ორი ფაქტი თუნდაც რომ მისი ნაშრომები, მისი ნაწარმოებები და ნაღვაწი იკარგებოდა და პირდაპირ მართლა დასდევდნენ და ამას პარავდნენ რომ ეს არ შემორჩენოდა ისტორიას, ეს ერთი ფაქტი მოწმობს იმისა რომ ის ნამდვილად იყო რეპრესიების მსხვერპლი და მეორე მისი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაც დამერწმუნებით რომ ნამდვილად მოწმობს იმას რომ ის მის სიცოცხლე მოსპეს ძალიან ესე მარტივად და თითქოს ერთი შეხედვითაც ჩუმად, იმიტომ რომ ფაქტია რომ დღემდე ვარაუდები არსებობს ასე გარდაიცვალა თუ ისე გარდაიცვალა. ფაქტია ეს ყველაფერი რომ არც მისი პატარა კახი დაგვრჩა დღეს და ძალიან ბევრი საინტერესო ნაწერი თუ ნაშრომი, ასე რომ ითვლება ნამდვილად რომ ის იყო რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლი. ახლა მინდა გადავიდე მეორე თემაზე. ეს არის ზაქარია ფალიაშვილის დაისი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით დღემდე რა სარგებლობს ამაზე ხა ორი აზრი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ? და ყველამ რო ვიცით. და ყველამ რო ვიცით, კი ბატონო. დამოუკიდებლობის პერიოდი იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერის კუთხით, რადგან 1919 წლის შემდეგ ერთი წლის თავზე ზუსტად ჩვენ უკვე გვქონდა სამი ქართული კლასიკური ოპერა. დამოუკიდებლობის პერიოდში შეიქმნა ეს ქართული ოპერები, რომელზეც დგას დღეს ქართული ოპერა და დღემდე ასე ვთქვათ მიყავს ჩვენი კულტურა. და ეს შემოკიდებულია ყავს მხრებზე, საკვდარ მხრებზე. და საინტერესოა ის, რომ ფალიაშვილმა აბესალომ და ეთერის გამოსვლის დაწერის შემდეგ ძალიან მალევე დაიწყო და ისე მუშაობა. მაშინ ვალერიან გუნია გახდათ ამ ოპერის ლიბრეტოს ავტორი და ფაბულა უღია თურმე მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიის წყაროებიდან აქვს ეს ყველაფერი აღებული, არ ვიცი რამდენი გახსოვთ, მაგრამ შიგადაში გაგახსენებთ თვითონ ოპერის შინაარსსაც და 3 წლის განმავლობაში წერდა ამ ოპერას ზაქარია ფალიაშვილი და 1923 წლის 19 დეკემბერს გამოვიდა დაისის პრემიერა შედგა თბილისის ოპერაში ჯერ აბესალომ და ეთერი იყო და მერე იყო დაისი. კი, ჯერ იყო აბესალომი, შემდეგ იყო დაისი და მოკლედ ძალიან შეიყვარა ქართველმა ხალხმა ეს ოპერა. ამბობენ რომ კიდევ უფრო მეტად ვიდრე აბესალომ და ეთერი, თუმცა არ ვიცი ეს საკამათო თემაა და უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მე ორივე ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა აი ამ 3 წლის განმავლობაში, როგორც უკვე აღნიშნე და რატომ. სწორედ აი ამ 3 წელიწადში გადავდივარ დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან საბჭოთა რესპუბლიკაში. ანუ 2000 რა რატომ გადავაკიდე 2023. და 2025-ია, მარიამ და სულ გახსოვს რომ 2025-ია. 1923 წელზე არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი და ძალიან საინტერესოდ აისახა ის მოვლენები ოპერაშიც და ქართულ კულტურაშიც ზოგადად და მე მინდა რომ რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ რაც უკავშირდება ახლა დაის. მაგალითად, ერთი ასეთი ფაქტი იყო, როდესაც ზაქარია ფალიაშვილს მიუწერია მარო მაყაშვილის მამისთვის, კოტე მაყაშვილისთვის და უთქვამს, რომ მე შენი ქალიშვილის პატივსაცემად ვარქმევ ჩემს თავარ გმირს მაროს. და სწორედ რომ ხო პროტოტიპივით შექმნა, ასე ვთქვათ, ერთგვარი პროტოტიპივით, ხო ინსპირაცია იყო მარო მაყაშვილი ზაქარია ფალიაშვილისთვის და უთხრა რომ მე ვარქმევ მაროს შენი ქალიშვილის საპატივცემლად და სხვა შეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის რომ ფურცელი სადაც წერია პერსონაჟების ჩამონათვალი
იქ არის რა თქმა უნდა სახელები პერსონაჟების და გვერდით არის განსაზღვრული ასაკი, ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება და მაროს ასაკი განსაზღვრულია 19 წელი ზუსტად. ეს ის ასაკია, როდესაც მარო მაყაშვილი რა ასაკშიც დაიღუპა და პრინციპში ეჭვიც აღარ არსებობს. ეჭვ გარეშეა ის, რომ მარო იყო ნაგულისხმები, მარო მაყაშვილი იყო ნაგულისხმები თავარი გმირის ადგილას, რომელსაც მარო ქვია, რა თქმა უნდა და ამაზე არავინ საუბრობდა, რა თქმა უნდა, მაშინ, იმიტომ რომ ყველას ეშინოდა, როგორც ყოველთვის და ეს ეპირსიტყვიერად ასე ვთქვათ, გადმოცემებით გადმოგვეცა ჩვენ და ვიცით ის, რომ მარო იყო ინსპირაცია ზაქარია ფალიაშვილის ამ შემთხვევაში. ნუ მარო დაარქვა. მეორე მოქმედების ფინალი მინდა რომ ავიღოთ ახლა და გავამახვილო ყურადღება, სადაც არის ძალიან დიდი სახალხო სცენა, საგუნდო ფინალი, ესეთი მასობრივი ძალიან, სადაც ტექსტი არის რომ მტერიბარში გადმოსვლა და ასე შემდეგ და შემდეგ გრძელდება უკვე და გამოვიდა ისე რომ ზაქარია ფალიაშვილს ცილი დასწამეს, ასე ვთქვათ, ბრალი დასდეს, რომ მან დაწერა ძალიან ნაციონალისტური მუსიკა და ოპერა. და შეიკრიბა ძალიან დიდი კომისია ამასთან დაკავშირებით, რომლის მეთაურის თავმჯდომარე გახლდათ უკვე ძალიან ცნობილი და პოპულარული კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე, უკვე ავტორი ქეთო და კოტესი, ცნობილი ოპერისა და ასევე შედიოდა აი ამ კომისიაში კი ბატონო ჯგუფში ეგრეთ წოდებული წითელი მუსიკოსები, პროლეტარი მუსიკოსები და ეს წითელი მუსიკოსებიც რაღაცნაირად ჭობდნენ და ნერვიულობდნენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ზედმეტად ნაციონალისტური იყო ზაქარია ფალიაშვილის დაისის მუსიკა და მე სხვა შეიძლება მინდა გავახსენო ჩვენ ტელემაყურებელს, რომ ეს ის ფრაგმენტია, სწორედ აი ამ ფრაგმენტის დროს ისმის ჩვენი ეროვნული ჰიმნი და მინდა რომ თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენოთ ის, რომ დაისში ჟღერს ჩვენი ეროვნული ჰიმნი და მე მინდა რომ ჩვენ პროდიუსერებს ვთხოვთ ძალიან პატარა ფრაგმენტი მოგვასვენინათ და შემდეგ დავუბრუნდეთ და გავაგრძელოთ საუბარი. მუსიკა ჟღერს ზედმეტად ნაციონალისტური. აი ამ დღეებში ძალიან კი ბატონო, გეთახმებით და სწორედ აი ამ ასე ვთქვათ შეკრებაზე ვიქტორ დოლიძემ დაიცვა რა თქმა უნდა ზაქარია ფალიაშვილის ეს შედევრი და თქვა ძალიან ცნობილი სიტყვა. მე არ ვიცი ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ყველა სამუსიკით დაგასაფლავებთ. რომ მუსიკით დასაფლავდებით და ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო და ნამდვილად დასაფლავდნენ, მაგრამ ძალიან უცნაური რამ მოხდა, რომ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ამ მუსიკით დასაფლავდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ იღუპებოდა, რადგან ასე იყო მიღებული, რომ დასაფლავების დროს თავდნენ დაისის უვერტურას მუსიკას და კი, ნამდვილად ასე იყო, არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, არამედ ჩვეულებრივი უბრალოდ მოქალაქეებიც კი საფლავდებოდნენ აი ამ მუსიკით და რაღაცნაირ პირდაპირ მნიშვნელობითაც კი გადავიდა ვიქტორ დოლიძის ეს ცნობილი სიტყვა. ფინალი, რაც შეეხება აი ამ ოპერის ფინალს, ესეც ძალიან რაღაცნაირად ჩემთვის მანიშნებელი იყო ბევრი რამის. არ ვიცით ფინალი ერთ სიტყვით როგორ მთავრდება, ვისი გამარჯვებით მთავრდება ოპერა, მაგრამ თავი არის ის, რომ თავარი გმირი მალხაზი სწორედ რომ ქართველების შეტაკებაში იღუპება, ქართველების შეტაკებაში, თავის ძმებთან შეტაკებაში იღუპება და ერთი ფაქტი მართლა მინდა აღვნიშნო ის, რომ
მაშინ ის როგორც აღვნიშნე 1923 წელს იყო შედგა აი ამ ოპერის პრემიერა და არ ეცალათ სავარაუდოდ ძალიან ბევრი რაღაცის გასაკონტროლებლად. ეს რო ყოფილიყო 25-26 წელი ეს ოპერა ჩვენამდე არ მოვიდოდა გამორიცხულია, იმიტომ რომ უკვე ძალიან ისე ჩართულები იქნებოდნენ ამ პროცესებში და მალევე აღმოფხრიდნენ, უბრალოდ გადადიოდნენ ასე ვთქვათ და მნიშვნელოვანი წელი იყო მათთვის და ეთყობა დიდად ყურადღება აღარ მიაქციეს, ხო? იმიტომ რომ აი ეს ფინალიც ეტყობ რომ საინტერესოა ეს მალხაზი იღუპება და აი ამ დროს ფინალში ჟღერს მაროს ტირილი, ძალიან ცნობილი დატირება მაროს ტირილი, მართლა ძალიან სრულის შემძვრელი არის, საოცრად ჟღერს და ამის მოსმენა ჩემთვის ხანდახან ძალიან რთულიც არის, ემოციურად ძალიან რთულია და საინტერესოა ის რომ მარო დასტილის არა მის საყვარელ მამაკაცს, იმიტომ რომ იქ არის ტექსტი ძალიან საინტერესო, მწუხრი დაიწყო და ეს მწუხრი დაიწყო, იცით როდის იმღერი, როდესაც თენდება თითქოს გამთენი ისას ხდება რომ თენდება, მაგრამ მისთვის დაიწყო მწუხრი. კი, ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია გავატარო და აღვქვათ როგორც ერთი ქალის ტირილი, მაგრამ ასე არ არის, იმიტომ რომ იქ ხალხი შედის, ამას თავისი არსი აქვს, თავისი დატვირთვა, მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი, სადაც გუნდს ტყუილა არ დაიხმარდა კომპოზიტორი. ეს არის სახალხო დატირება, იმ დიდი მწუხრისა, რომელიც უკვე გაგრძელდა 70 წლის განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახა მიხდით ოპერაში და ძალიან სწორად, ძალიან გორგითხათ, ფრთხილად აქვს ეს ყველაფერი ზაქარია ფალიაშვილს გამოყენებული მის ოპერაში, იმიტომ რომ აი ეს გამთენისას ტირილი ამ ხალხის დატირება, სახალხო დატირება მართლაც პირდაპირ მანიშნებელია იმ დიდი დატირებისა და იმ დიდი მწუხრისა, იმ დიდი ღამისა, რომელიც დადგა საქართველოსთვის და გაგრძელდა 70 წელი და სამწუხარო ის არის ჩემთვის, რომ დღესაც იმ რეპრესიებზე ვლაპარაკობთ, რომელიც აიაგერ თვალ ნათლივ ჩვენს რეალობაში არის. ასე რომ მომავალ ჩემს რუბრიკაშიც ისევ მინდა რომ დავტოვო რეპრესირებულების თემა, თუ მომცემთ ამის უფლებას, რა თქმა უნდა. სამწუხაროა რომ ისტორია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მარიამ. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა საეთერო. წარმატებებს გისურვებთ მომავალ კვირა შაბათამდე დაგემშვიდობები. ჩვენ ახლა უნდა დაგემშვიდობოთ ჩვენ უძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს. ხვალამდე ხვალ 9 საათზე ისევ ვიქნებით პირდაპირ ეთერში დილის ლაივი. შევხვდებით ხვალ დილას. დროებით.